მოგესალმებით შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ზურაბ ბარათაშვილი, ენათ მეცნიერი და საინტერესო ძალიან რაც ამ პოდკასტს ხდის არის ის ამბავი, რომ ზურაბი იმყოფებოდა, ესე ვთქვათ, მისიონერულ საველე გასვლაზე პაპუა-ახალ გვინეაში ერთ-ერთ ტომთან და ისეც და იქაური არსებული ენა, რომელიც გადაშენების პირას არის, შეენარჩუნებინა, აღეწერა და შეესწავლა ასევე მათთვის ესწავლებინა სხვა აზროვნების და საუბრის მექანიზმები ამ ენას ქვია იპიკოს ენა. ჩვენ გვექნება ამაზე ვრცელი საუბარი, უშუალოდ ამ ტომის და ენის გონების აგებულებაზე, მათ ცხოვრების სტილზე, აა მეტყველებაზე და სხვა მრავალ საინტერესო საკითხზე დაკავშირებული ესეთ პაპუასურ ტომებთან. ასევე ეპიზოდში იქნება საუბარი მკვდარ ენებზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ განვაცოცხლოთ მკვდარი ენები და რა არის ამისთვის საჭირო, რომ გავიხსენოთ ეს ენები. და ზოგადად როგორ ვითარდება ენები, რა არის განმასხვავებელი ელემენტები მათ შორის, როგორი სახეობის ენები არსებობს, რისთვის გამოვიყენებთ ამ ენებს და როგორ გავლენას ახდენს ეს ენები ჩვენს ფსიქიკაზე, გარე სამყაროზე და უშუალოდ როგორ კავშირში არის ეს მეცნიერება ჩვენთან. გადავიდეთ ახლა პოდკასტზე. ზურაბ, მადლობა დიდი ჩვენთან მოსვლისთვის. მადლობა თქვენ დაბადებისთვის. გიხარი. ეს შენს შესახებ ოთარისგან გავიგებუნიასგან როგორც გითხარი და პირველი რამაც ეგრევე მიმიზიდა და ჩავთვალე რომ უნდა მოგვეწვიე და ამ თემამ რაღაცნაირად ისეთი ინტერესის სფერო გააღვიძა ჩემში ეს იყო რომ შენ პაპუა-ახალ გვინეაში ტომთან ჩავხვედი და მათ ასწავლე ენა, გრამატიკა, საუბარი და რაღაც ესე ვთქვათ ძალიან საინტერესო ინტერაქციაში შეხვედი. ეს ინტერაქციას დავარქვევ რა თქმა უნდა ამას უხეშად, მაგრამ უკეთ ჩავშლით რა პროცესი იყო ეს, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს რა მიგიზი და კონკრეტულად მაგტომისკენ პაპუა-ახალი გვინეასკენ და რა ესე ვთქვათ რამ დაგიძახა მაგ რეგიონიდან და თუ გქონდა სიტყვაზე კიდე სხვა არჩევანი სადმე წასვლის. აა ჩემი ერთ-ერთი მიზანია მომაკვდავ ენათა დოკუმენტაცია და აღწერა, ანუ მათი გრამატიკების, მათ შესახებ გრამატიკების დაწერა. და პაპუა-ახალი გვინეა იმიტომ შევარჩიე, რომ ყველაზე შეუსწავლელი რეგიონია. სულ დაახლოებით არის 850 პაპუასური ენა. და აქედან ალბათ 60-70 ენის შესახებ გვაქვს კარგი გრამატიკა. დანარჩენი შესახებ გვაქვს ძალიან მცირე მონაცემი. ზოგიერთი ენის შესახებ მხოლოდ სიტყვათა სიები გვაქვს. და უკვე გადაშენების პირას ყოფიენები არიან, ხო ეგენი? კი, ასეა. ნუ ყველა ენის სტატუსი სხვადასხვა, ზოგი უფრო შენარჩუნებულია, ზოგი თქვათ თუ ქალაქში წავიდა მოსახლეობა მეორე თაობა ივიწყებს. სხვა რეგიონებიც არის თქვათ ნაკლებად შესწავლილი, ამაზონეთი იქნება, დასავლეთ აფრიკა იქნება, ჩრდილოეთ ინდოეთი და ასე შემდეგ, მაგრამ რაოდენობრივად პაპუა-ახალი გვინეა და ინდონეზიის აღმოსავლეთი ნაწილი არის ყველაზე შეუსწავლელი. ამიტომ გადავწყვიტე რომ პაპუა-ახალი გვინეა შემერჩია და მერე უკვე იქ ესეც რთული პროცესია, რომელი ენა შევარჩიო. გავიარე კონსულტაციები და შევარჩიე სამხრეთ ახალი გვინეის ერთ-ერთი ენა, რომელსაც ქვია იპიკო. სულ აქვს ორი სოფელი და ძალიან მოწყვეტილია ცენტრიდან. ამიტომ გადავწყვიტე რომ დამემუშავებინე ეს ენა, მასალები ჩამეწერა და შეზღუდვის დაგვარად გრამატიკა დამეწერა ამისთვის. ხო. და როგორი იყო შენი ურთიერთობა ამ ხალხთან, ამ ტომთან, როგორ მიგიღეს, აი ხო რანაირ იმაში შეხვედი, იმიტომ რომ სულ სხვა კულტურის ადამიანები ვართ ჩვენ, ისინი სულ სხვა აი. აზროვნება სხვანაირი აქვთ, ხედვა სხვანაირი აქვთ სამყაროსი. ქრისტიანობა შესულია, მაგრამ სხვანაირად აღიქვამო ყველაფერს. ყოველ კვირა წირვა ლოცვას ესწრებიან, მაგრამ აი სტილი სხვა. ქრისტიანები არიან? მისიონერებმა გააქრისტიანეს. ვა, ეგ არ ვიცოდი მანდ. კი, ოღონდ გაჩნია რომ ტომთან რომელი მიმართულების ქრისტიანი მისიონერი ჩავიდა, ამის მიხედვით არის ჩემები იყვნენ, ერთ-ერთი ბრიტანული ქრისტიანობა გაერთიანებული ეკლესია ქვია. და იმ ეკლესიის მიმდევრები იყვნენ. ვთქვათ, მეზობელ სოფელში ბაპტისტი პასტორი იყო და ამერიკელი იყო ისთან. ჩემი სოფლის შემთხვევაში ადგილობრივმა პასტორმა გაავრცელა ქრისტიანობა. ყველა სოფელს თავისი ეს უნიკალური ისტორია, მახასიათებელი აქვს და ყველა ტომი გამოირჩევა, ენობრივი მრავალფეროვნებით ხომ გამოირჩევა და
ამ ენობრივ მრავალფეროვნებას უკვე კულტურული მრავალფეროვნებაც მოყვება ხოლმე. ერთი რეგიონის შესახებ რაღაცა ინფორმაცია ენისა და კულტურის, მეორე ენის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. აი ეს ევრაზია რო შევამჭიდროოთ, ევრაზიის მრავალფეროვნება და აი ერთ კუნძულზე ჩავსვათ, აი იმნაირად მრავალფეროვნია მთელი ახალი გვინეის კუნძული. და თან ძალიან კომპაქტური და პატარა არის კომპაქტურია, ამავდროულად. პატარაა. დაახლოებით მოსახლეობა ახლა 8 მილიონია, მაგრამ მრავალფეროვნება შეიქმნა გაუვალი რა ვიცი, წვიმიანი ტყეები, ჯუნგლები რომ აქვთ, კონტაქტი როცა ნაკლებია ტომებს შორის, კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება მერე ყალიბდება. და როგორი სახის ტომი არის ეს? იმიტომ რომ მაგ ტომებში სხვა რაღაც კონკრეტული განვითარების, ესე ვთქვათ, საფეხურები ზოგი შეიძლება ცოტა ისეთ ნაკლებად განვითარებული არის და უფრო არქაულ ესე დაურქმევი ბრჭყალებში დონეზე არის, ზოგი მეტად უფრო აი ცივილიზებულად შეიძლება ეცვათ, მაგრამ აი სადღაც შუაში იყვნენ. ესენი შენ ვისთანაც გქონდა ურთიერთობა სად არიან? ტანსაცმელი ყველგან შევიდა, ჩინური ტანსაცმელია ყველგან შესული, მა ჩინური მაღაზიები შესულია. ჩემს სოფელში მაგალითად ელექტროენერგია არ იყო და მზის პანელებით ნათურებს ანათებდნენ, მობილურიც არ იჭერდა. ინტერნეტიც სოფელში არა, არ იჭერს. თუ მიდის მკვლევარი, სატელიტური ტელეფონი უნდა წაიღოს. ანუ სპეციალურ მომზადება მომზადება არის სჭირს. საჭიროს სხვანაირი კი, მაგისთვის. კი, ნამდვილად. და აპარატურას თუ გაქვთ, ტენიანობა იმდენად მაღალია, რომ დაზიანდება, ამიტომ სპეციალური კეისი უნდა წაიღოთ, სადაც ტენიანობა იქნება ნაკლები, ვიდრე გარეთ. და ამის ხარჯზე შეინარჩუნებთ აპარატურას. თუ არა და ტენიანობა დააზიანებს და მონაცემებით შეიძლება ვერ ჩაიწეროთ. და ხშირად დადიან, ანუ მიჩვეულია ის ტომი ესეთ რაღაც ინციდენტებს თუ არა, ჩემი ტომის შემთხვევაში ჩემამდე იყო ერთი მისიონერი ახალზელანდიელი ჩასული და იმის შემდეგ ჩავედი მე. კონტაქტიც იმ მისიონერის საშუალებით დავამყარა. და იმათი წერილი როცა მივიღე რომ მიმიღებდნენ, მე წავედი. წინასწარ წინასწარ ჯობს, იმიტომ რომ ზოგმა ტომმა შეიძლება არ მიიღოს არავინ უცხოელი და ამან შეიძლება პრობლემა შექმნას. ამიტომ ჯობს რომ წინასწარ ანუ კონტაქტები გაქვთ. სიცოცხლესაც საფრთხე შეიძლება დაემუქროს, იმიტომ რომ აპაჰოგინიაში ეგეთი ტომებიც ხო არსებობს ზოგ ცოტა. შემთხვევაში კი ეგ შემცირებულია, კანიბალიზმი აღარც არის. მაგრამ არსებობენ ასეთი ტომები, რომ გარედან ჩასულს არ იღებენ. ყველაზე ცნობილი მაგალითია იქით ანდამანის კუნძულებიდან. ვინც კი ჩადის ყველა ხოცავენ, ამიტომ ინდოეთმა აკრძალა იქ შესვლა. პაპუა-ახალგვინეაში ეს ნაკლებად არის, როგორც წესი იღებენ, იმიტომ რომ მისიონერებმა ისე იმუშავეს, რომ უმეტეს შემთხვევაში სტუმარს იღებენ. ხო, ნიადაგი ასე თუ ისე მეტნაკლებად მოამზადეს. შემზადებულია ფსიქოლოგიური გარემოც, კი. რომ ღია არის ესეთი რა, კი, სიახლის მიმართ. ნამდვილად. ოღონდ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულებაა, რომ თეთრკანიანი რომ ხარ, ბევრი ფული გაქვს და ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცა გთხოვან. ვარ კი. და შენთან ანუ როგორ ურთიერთობაში შემოვიდნენ თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ცოტა გაუცხოება იყო, მაგრამ მე დამეგობრდით და ახლოვდით. რამდენი ხანი გაატარე ეგეც მაინტერესებს მო. სამწუხაროდ კორონობა დაემთხვა ჩემს იქ ყოფნას და პირველ ჩასვლაზე 2 თვე ვიყავი და მეორე ჩასვლაზეც 2 თვე და მე უკვე პროექტის ვადა ამოიწურა. და ამ კორონობამ შემიმჭიდროვა 17 თვე მქონდა გასაზღვრული და 4 თვემდე დავიყვანა. სამწუხაროდ ასე მოხდა. კონტაქტი გააჩნია ადამიანზეა დამოკიდებული, ზოგი ძალიან ახლო მეგობარი გახდა ჩემი, ზოგი მაინც დისტანციას იცავდა, ზოგი მორიდებულია. ზოგი ყოველთვის ცდილობს რაღაც შეკითხვები დაგისვას გარესამყაროში, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ზოგის ძალიან აინტერესებს. ერთ-ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და საკვებსაც ისინი ამზადებდნენ, თუ რამის, თქვათ, გარეცხვაც რო გჭირდება რაღაცა. ის ოჯახი იღებს საკუთარ თავს. სხვა მხრივ ურთიერთობაში უმეტეს შემთხვევაში კარგად მიდიოდა. ტემპერამენტით ცოტა ჩვენდაირები იყო მეტნაკლებად ასე თუ ისე. აქვთ. ხო. უბრალოდ ეს განათლების დონე რომ დაბალია, პრობლემას ქმნის. ანუ სხვა გამოწვევა ისეთი მათთან ურთიერთობაში რამე კულტურული ან ესე ვთქვათ ლოჯისტიკური რამე არ ყოფილა, ხო ისეთი ლოჯისტიკურში გულისხმობთ აი თვითონ პროცესის ჩასატარებლად საჭირო პრობლემები არის, ჯერ ის ჩემი აღჭურვილობა რომ ჩავიტანო იქ, ხოლმე დავით უნდა შევიდე. მეორე მხრივ ეს ელექტროენერგია რო არ არის, მზის პანელი უნდა გამოიყენო თუ დამუხტავს, აი მაგალითად ლეპტოპს ვერ მოხტავდი. მობილურის დამუხტვა შემეწვა ის სატელიტური ტელეფონის.
ხო, და ეს პრობლემა იქნება, იმიტომ რომ მასალა უნდა ჩაიწერო, დუბლირება გააკეთო, იმიტომ რომ შეიძლება დაზიანდეს რომელიღაცა აპარატურა და დაიკარგოს ეს ჩანაწერები. ეს რაღაცები, ეს გამოწვევები ყოველთვის არის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობის ნაწილი მხარში გიდგას, რომ ჩაიწერო ტექსტები. თვითონაც ის ინტერესი აქვს, რომ აი ვიღაცა უცხოელი ჩადის, აინტერესებს მისი ენა და მოსწონს. ოღონდ ყველა არ არის ასეთი. ზოგი უბრალოდ მოდის გაკვირდება, რას აკეთებ. ო ეხლა რომ გადავიდეთ უშუალოდ აი სამუშაო პროცესზე, რომ დაიწყე მათი ენის, ესე ვთქვათ, ან რეალურად მათი ენა გადაშენების პირას იყო, ხო, ასე აა ვთქვათ. 500-600 კაცი რომ ლაპარაკობს, სტატუსი არის სადღაც ალბათ ცოტა ქვემოთ, მაგრამ დადებით მხარე ის აქვს, რომ ახალი თაობა მაინც ითვისებს ამ ენას. ახალი თაობა რო ითვისებს, ბოლო დონეზე მაინც არ არის ეს გადაშენების სტატუსი. ხო, ანუ შენი ამოცანა იყო, რომ შეგენარჩუნებინა მათი ეს მემკვიდრეობა, კულტურა, ენობრივი და ო შემდეგ კარგ შემთხვევაში რო გავრცელებულიყო ეს სხვა თაობებზე, ხო, რომ არ მომკვდარიყო. ხო, ეს ერთ-ერთი მიზანი არის ენის გამოცოცხლება, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი ძალისხმევა არ მჭირდება ჯერჯერობით, იმიტომ რომ ახალი თაობა ითვისებს. ბავშვები ითვისებენ ამ ენას. მაგრამ მე აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ვტოვებ იმისათვის, რომ სამომავლოდ რომ თუ რამე მოხდა, იმას გამოიყენებენ ენის აღსადგენად. და ეს არის უფრო პრაქტიკული მხარე და მე უფრო ჩემი პირველი მთავარი მიზანი არის თეორიული მხარე, რომ თქვათ ენათმეცნიერებაში ახალი ენობრივი მასალა შემოვიტანო, რაც აქამდე არავის არ შემოვიდა. და აღმოაჩინე მან რამე ეგეთი ახალი ენობრივი მასალა? არის ისეთი მახასიათებლები, რომლებიც იშვიათია და მცირე ენებშია თქვათ გავრცელებული. ვცდილობ, რომ ენათმეცნიერული ტერმინები არ გამოვიყენო, არა, მაგრამ ხო, გამოვიყენოთ მაინც არა პრობლემა, მაგრამ თუ აი შენ აი უფრო მარტივიანით შეგიძლია თქვა, აი როგორ რაღაცეებზეა საუბარი, აი ეგეთი აი განმასხვავებელი ზოგადად რა შეიძლება ანუ გრამატიკა, რა საზრო გრამატიკაში ფორმები, როგორი გრამატიკაში არის განსხვავებული მახასიათებლები ხოლმე. აი ხანდახან არის რომ გარემო პირობები განსაზღვრავს, აი ზოგადად ვიტყვი ჯერ გარემო პირობები განსაზღვრავს რაღაცა გრამატიკული მაჩვენებლების აფიქსი, რას გამოხატავს. მაგალითად თუ ზღვისპირა რეგიონია ან მდინარისპირა რეგიონია, შეიძლება ზმნის საშუალებით გამოხატოს მდინარეზე ამავალი მიმართულება სხვანაირად გამოხატოს, დამავალი სხვანაირად. ანუ გარემო ხო, უბიძგებს, რომ გარემო ენა მოარგოს. კი, ხო, გარემო უბიძგებს ამ ყველაფერს. არის ენები მაგალითად, ხა ჩემს ენაში ეს არ ყოფილა, მაგრამ მდინარეებზე ამავალი მაჩვენებლები ეგ გამოხატული იყო. ზოგ ენაში მაგალითად მიმართულებები, აი ჩვენ ვამბობთ მარჯვნივ და მარცხნივ. ზოგ ენაში აბსოლუტური მიმართულებებია, ისინი ამბობენ მხოლოდ აღმოსავლეთით რა არის და დასავლეთით რა არის. აი აქაც მცირე ოთახშიც რომ იყვნენ, მაინც იტყვის ჩემს დასავლეთით ეს არის და ჩემს აღმოსავლეთით. მარჯვენა მარცხენა ეგეთი ზოგ მცნებები არ ენაში არსებობს ზოგ საერთოდ. ენაში არ არსებობს. რა უცნაურია. კი. ეს არის ისეთი ენობრივი, როგორც აი ბიოლოგიური მრავალფეროვნებაა და სადღაც ეგზოტიკურ მხარეში შეხვდებით გამორჩეულ ფრინველს ან ძუძუმწოვარს ან მწერებს, ისი არის ეს ენობრივი მრავალფეროვნება, ისეთი ენა შეიძლება ნახოთ, რაღაცა ეს უნიკალური მახასიათებელი შეიძლება ქონდეს. ხშირად ეს იმ რეგიონზეა დამოკიდებული, რა ვიცი, წვიმიან ტყეებშია, ჯუნგლებშია თუ უდაბნოში ცხოვრობს თუ საცხოვრობს, ეს გავლენას ახდენს. მათ შორის გუშინ მქონდა მამაგურამ 92-ის ლექცია, სადაც ეგეთი რაღაც თქვა და რომ და თქვენთანაც მინდოდა გამეჟღერებინა, რომ თვითონ საგნებიო და ნივთები ყველაფერი კარნახობს რა უნდა ერქვასო. მასო იქ რაც უხილავად თითქოს გეუბნება მისი სახელი რა არისო და იგივე პრინციპი ერთ თითქოს ამასაც ანუ მდინარე ხო რაღაც ნაწილობრივ შეიძლება, მაგრამ ენათმეცნიერებაში უფრო ის ხედვაა გავრცელებული, რომ საგანს ესა თუ ის სახელი რატომ ქვია, ეს არის პირობითი. მაინც, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სახელი აქვს. ხო, სავალზე მაგრამ საუბრობთ მაინც მაგალითად. დამთხოვები ხო არის? ან წარმოთქმაში, დაწერაში თითქოს შეიძლება ფუძეც ერთი იყოს. ნუ ზოგი შეიძლება თავიდან ბოლომდე განსხვავდებოდეს, აი გერმანულის ხო. პოდკასტზე რო არის ხოლმე ეგეთი რაღაცა სტილო ისეთი, რომ კი, ყველგან ენას გააჩნია. ხო, ენას ენას გააჩნია, мотиваცია არის თუ არა, რომ აფიქსების დართვით რაღაც ახალი მნიშვნელობა მიიღო, თუ ვთქვათ, ის ფუძეები და ძირები იყოს სხვადასხვა ხო. და ეს ამ შემთხვევაში ენას გააჩნია. მაგრამ ზოგადად ვერ ვიტყვით ქართულად მაგიდას რატომ ქვია მაგიდა და ინგლისურად table რატომ ქვია, აი ამას ვერ ვიტყვი. ანუ ჯერ ლინგვისტიკა და ენათმეცნიერება ეგ ვერ ამოხსნა, ხო? აი რატო არა, ხდება ვერ ეგ? ვიტყვი და ამიტომ ვამბობ პირობითია მათ შორის ხო. კავშირი.
შენი აზრით ამოხსნადი არის ეგ, როდესმე მივალთ მაგის მეცნიერულ დადასტურებამდე, რომ ამას ეს მაგიტო ქვია, მაგიტო დაერქვა. აა მაშინ ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმ პირველი ენის აღდგენა და დაკვირვება როგორ საუბრობდნენ და როგორ არქმევდნენ სახელებს, ხო და რაც ხო შეუძლებელია. და ანუ მხოლოდ შეუძლებელია. ვარაუდის დონეზე ხო შეგვიძლია რაღაცა და გამოთქვათ. ამ ტომებთან ურთიერთობაში შენ რამე ეგეთი პირვანდელი რაც პრიმორდიალური ენის ჩანასახი ან რამე ნიშნები შეგიმჩნევიან? გრძნობის შეიძლება მეცნიერულად ბოლომდე ვერ დაამტკიცო, რომ ეს იმას ეხმაურება და იმის ისა, მაგრამ შენი ინტუიციით, რომ თითქოს რახან მაინც პაპუა-ახალ გვინეაში ეს ტომი უფრო მეტად შეიძლება დაკავშირებული არის ეგეთ ღრმა ფესვებთან, მით უმეტეს ეგ ხო წყნარ ხო. ოკეანეში არის იქ ავსტრალიური აბორიგენებიც, მაინც უფრო რაც პრეზერვირებული იყო თითქოს ეგ ის ძველი რაღაც კერა. შესძლების ეხლა მომაღლა ვფიქრობ თან, შეძლების დაგვარად შეიძლება მანდ უფრო ახლოს იყოს ეგ პირვანდელი საკაცობრიო, არ ვიცი რა იყო, მაგრამ არა, რთულია მაგის თქვა, იმიტომ რომ იმდენად დიდი დროა გასული, თუ ჩვენ ავთვლით ენის ჩამოყალიბებას Homo sapiens-ის გაჩენიდან, იმდენად დიდი დროა გასული, ზოგიერთი დათარიღებით ეს არის 200.000 წლის წინ ჩამოყალიბდა, ხო? იმდენად დიდი დროა გასული, რომ ჩვენ ვერ აღვადგენთ. აი ისტორიულ შედარებითი ანთმეცნიერებაც ცდილობს აღადგინოს, თქვა წარსულში რა იყო და მონაცემებს ატარებს. მაგრამ ამასაც აქვს თავისი საზღვარი და ზოგიერთი გამოთვლით 10-15,000 წლის სიღრმეზე შეგვიძლია ჩავიდეთ და იმის იქით არა. და 200,000 ძალიან ანუ შორსია. ლიმიტები არის მაინც არის რაღაც. ლიმიტები, იმიტომ რომ რაღაცები არის შეუძლებელი. თუ ვერ დააკვირდები და თუ ისეთი ხელშესახები კრიტერიუმები არ გექნება, მხოლოდ ვარაუდის დონეზე გამოთქვა, ჰიპოთეზა იქნება, შეიძლება დამაჯერებელი ჰიპოთეზაც იყოს, მაგრამ ჰიპოთეზად დარჩება და შეიძლება ფილოსოფიის დონეზე განიხილო და არა ემპირიული მეცნიერების დონეზე. ხო, მე ხარ რატომღაც წავედი, რომ აი უფრო სულიერი და ესე ვთქვათ ეზოთერული კუთხით რო შეხედო ბევრი ადამიანი ხო არის ვისაც ქონია რაღაც ესე ვთქვათ ხილვები, ჩენელინგები, აი ძველი ხო. ატლანტიდის რაღაც და უშუალოდ მაგ ენაზე შემდეგ საუბრობდნენ. მეც მაქვს ერთი რაღაც წიგნი წაკითხული, ერთი ამერიკელი კაცი იყო, რომელსაც თითქოს ეგ ჩენელინგები ჰქონდა ატლანტიდის და ამ ატლანტური ენა აქვს გამოტანილი, რაც ესე ფურცელზე წასაკითხა ძალიან საინტერესო არის და მაგრამ ხო ვერ დაამტკიცებ, რომ ვერა, ეგრე ვერა. მაგრამ ეგრე ხარობს მხოლოდ ის გეუბნება და მხოლოდ დაჯერების დონეზეა, დაუჯერებთ თუ არა ხო. მას. მაგრამ გადამოწმების არანაირი საშუალება არ არსებობს. როგორ უნდა გადაამოწმო, ნამდვილად ეს არის ხო. ის. და მაგარი მაგ შემთხვევაში ისაა, რომ ჩვენ დროს ხო არავინ არ იყო, რომ შენაირად ჩასულიყო იქ და ეგ აღებეჭდა გადაიღო, რომ დროის მერე არ დავიწყებოდეს. ჩვენ რეალურად ეგ დაგვავით. არ შემოგვენახა. ხო, არა, ხო, აი ეგ ენა იცვლება. ხო, ენა იცვლება, ენას ვერ შეაჩერებ, რაც არ უნდა წესები დაადგინო, კანონები დაადგინო. ეს მუშაობს მხოლოდ სალიტერატურო ენისთვის, სტანდარტული ენისთვის და ისიც იცვლება, მაგრამ აი სასაუბრო ენა რაც არის, მუდმივად ცვალებადია. ყველაზე მარტივია ძველი ქართული აიღეთ და განსხვავებებს თავისუფლად იპოვეთ. ხო. გრამატიკული იქნება, ლექსიკური იქნება თუ რაც ხო, იქნება. ქართულზე მე კიდევ ხო, ცალკე რო კი გადავიდეთ, ბატონო. იმიტომ რომ ცალკე ის არის შეგვიძლია. ყოველთვის კი ჩვენ ბატონო. გადაცემებში ეს ქართული, ესე ვთქვათ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და მაგრამ აი ლინგვისტიკაში ეხა აი ამ მეცნიერული კუთხით რომელიც საბუთდება ხო. და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეგრე არის. ანუ სადამდე არის წარსულში ჩასული, ანუ სადამდე შეგვიძლია ვთქვათ და ესე ვთქვათ ავსახოთ პირვანდელი ენის ჩანასახები, როგორი იყო, როგორ ჟღერდა აა და იმის იქეთ, რომ უკვე არის ესე ვთქვათ წარმოსახვის უნარი მ, რა. რაც არ უნდა აღვადგინოთ ის პროტოენა იქნება თუ გავით ფუძე ენა თუ საწყისი ენა. რა დონეზე შეგვიძლია ჩავიდეთ. თუნდაც პროტოკართულური იქნება პროტოინდოევროპული. ნებისმიერ იქ პაპუასებთან 40 ენათა ოჯახია და იქ რაღაცა სირთულეებია აღგენის დროს. იმასაც რომ აღვადგენთ, რა დოზითაც აღვადგენთ. ზოგადი მახასიათებლებით არ განსხვავდება თანამედროვე ენისგან. ზოგადი მექანიზმი ყველა ენას ერთი აქვს. მიუხედავად ამ მრავალფეროვნების. მექანიზმში რას გულისხმობ? ის რომ გრამატიკა არის, გრამატიკული წესები არსებობს, აფიქსაცია შეიძლება უმეტეს შემთხვევაში იყოს, ზოგენას არ აქვს მაგალითად. მაგრამ აი ეს წესები, სინტაქსი იქნება სიტყვების დალაგება წინადადებაში, არეულად ხო არ ვამბობთ, სიტყვები, თქვათ, კაცმა სახლი ააშენა, რაღაც თანმიმდევრობით თქვით ეს წინადადება. არეულად ვერ შევულებთ ერთმანეთში, ხო? რომელიც სიტყვაც არ უნდა დავაყენოთ წინ. ეს ზოგადი მექანიზმები ყველა ენისთვის საერთო. რაღაც წესებს ემორჩილება.
და იმ აღდგენილ ენებშიც ვთქვათ, პროტოინდოევროპული თუ აღვადგინეთ, როგორც არ უნდა აღვადგინოთ, როგორი ვარიანტიც არ უნდა არსებობს და პროტოქართველურისაც თუ ასე შემდეგ, რაც უნივერსალური წესრიგი რაღაც არის. უნივერსალური წესრიგი არის, რომელიც ყველა ენას აქვს. და განსხვავებები ყალიბდება, ვთქვათ, გერით შედგენილობა იქნება თუ აფიქსების შედგენილობა იქნება თუ აი ეს კონკრეტული გრამატიკული მახასიათებლები იქნება, ის იმით განსხვავდება ენები და ეს ქმნის მრავალფეროვნებას. მაგრამ მეორე მხრივ იმდენად ზოგადი კანონზომიერება აქვს ყველა ენას, რომ შეუძლებელი იმის თქვა, რომ რომელიღაცა პრიმიტიული ენა არსებობდა და მე იმის გართულებით მივიღეთ. ერთი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი, როდესაც იმპერიები ჩამოყალიბდა, კონტაქტების დროს ყალიბდებოდა გამარტივებული ენა, რომელსაც ჰქვია პიჯინ ენა. პიჯინ? პიჯინ ენა. და ეს პიჯინ ენები ყალიბდებოდა, ვთქვათ, ძირითადად აი სავაჭრო ცენტრებში, სადაც ვთქვათ ესპანეთის იმპერია შედიოდა, ან პორტუგალია შედიოდა იქ საზღვაო ცენტრები, სადაც იყო, აი იქ გაცვლა-გამოცვლა რო ხდება. იმიტომ რომ ადგილობრივს რომ ელაპარაკები, მინიმუმ უნდა გააგებინო რა ღირს და მინიმუმ უნდა გააგებინო რა საქონელი გაქვს გასაგები. და ეს პიჯინ ენა არავისთვის არ იყო მშობლიური, აი ზედმეტად გამარტივებული ენები ყალიბდებოდა ასე. და ძირითადად ლექსიკური მარაგი იყო დომინანტი ენისგან, ესპანური, პორტუგალიური, ინგლისური და ასე შემდეგ. და ადგილობრივი ენებიდან რაღაც კულტურული ლექსიკა შემოდიოდა. მაგრამ ის რომ იმ ადგილებში უკვე სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა რომ რჩებოდა მეორე თაობისთვის, ეს გადადიოდა როგორც მშობლიური ენა. ანუ ვიღაცების უკვე მშობლიური ენა ხდება ეს. და ამ ენებს ცალკე იკვლევ. ეს მშობლიური ენა რომ ხდება, ამას უკვე ქვია კრეოლური ენა. და ეგეთი ენები რამე დღემდე არის შემორჩენილი? არის, არის, ხო? იკვლევენ ამას ცალკე, პაპუასებსაც აქვთ, რომელსაც ქვია ტოკპისინი. ინგლისური საფუძველზეა შექმნილი. ოღონდ ამას ხელოვნურად არავინ არ ქმნის, ასე ოთახში არც ხდებიან და მოდი ამ მაგიდის აღსანიშნავად ეს სიტყვა ავიღო და წყლის ხო, რაც თავისით ხდება ეს. ავტომატურად ხდება ეს, იმდენად ავტომატურად ხდება, რომ ადამიანი ვერ იაზრებს ამას. რამდენიმე წელიწად შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს პიჯინენა, აი პაპუასების შემთხვევაზე გეტყვით, ეს ქალაქებში და სოფლებში იციან ტოკპისინი, რომელიც ქალაქში მცხოვრებლისთვის უკვე მშობლიური. ეს ენა ჩამოყალიბდა დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში. ანუ დაახლოებით თარიღი ვიცით. როგორ მოხდა ეს? პაპუასების ნაწილი წავიდა პლანტაციებში სამუშაოდ. ბრიტანეთის იმპერია იყო და წავიდნენ. იქ კუნძულებში, სადაც ჰქონდათ ტროპიკულ სარტყლებში პლანტაცია. და წლების შემდეგ რომ დაბრუნდნენ, ეს ენა ჩამოიტანეს. იმიტომ რომ ახალ ენაზე და ხო, არა, თავიანთი ენაც ახსოვდათ, ხო. მაგრამ ეს ენა ჩამოიტანეს, იმიტომ რომ ერთია რომ პლანტაციაში შენ იმ ზედამხედველს ელაპარაკები, რომელიც ინგლისურენოვანია. და მეორეა რომ შენს თანამშრომელს ელაპარაკები პლანტაციაში, რომელიც სხვა ენოვანია. და რაღაცნაირად ხო უნდა დაელაპარაკო, კომუნიკაცია დაამყარო. ერთია რომ ერთი და ორი დღით შეიძლება ვერ შექმნა ეს ენა, მაგრამ წლები რომ ხარ, რაღაცნაირად ეკონტაქტები. აი ეს რაღაცნაირად რომ ეკონტაქტები, ამ კონტაქტით ყალიბდება ენა. რა საინტერესო. კი, რომელსაც გრამატიკა აქვს ძალიან მარტივი. მაგრამ როგორც კი მეორე თაობაზე გადადის ეს ენა, გრამატიკა ნელ-ნელა რთულდება. მერე თუ კიდე გადავიდა, კიდე რთულდება და ეხლა ამ ტოკპისინს რო ვაკვირდებით, რამდენის არის 2 საუკუნე ნახევრისაც არ არის. და ეს დროთა განმავლობაში ურთულდება გრამატიკა, ნელ-ნელა. და რამე ეგეთი დაკვირვებები არის, უშუალოდ აი მაგ ახალი ენით რო ჩამოდიან, რა ცვლილებები აქვთ მათ უკვე ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ეგეთი თეორია ხო არსებობს, რომ რამდენ ენაზეც საუბრობ, იმდენი ადამიანი არის შენში და თითქოს სხვა, აი მე ინგლისურად თუ ვფიქრობ, სხვანაირად შეიძლება ჩამოვაყალიბო აზროვნებები და ვიმოქმედო, ხო? და ამათ შემთხვევაში როგორ აისახება ეს მათ ფსიქოლოგიაზე, ქმედებაზე და კულტურაზე, იმიტომ რომ ენა ხო მაინც კულტურის სარკე არის გარკვეულწილად. კი ბატონო, რთულია მაგის თქმა, იმიტომ რომ რთულია ზუსტად გამიჯნო ეს თუნდაც ნიუანსური ფსიქოლოგიური განსხვავება. ალბათ მომავალში უფრო მეტი კვლევა დაიდება ამაზე. მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება თქვა, რომ რაღაც კონკრეტული ადამიანი მანამდე შეიძლება სხვანაირად იქცეოდა და რაღაცა ოდნავ აისახა აზროვნებაში. მაგრამ ძნელია ამის თქვა, იმიტომ რომ ასეთი კომპლექსური კვლევა არ ტარდება. აქ გჭირდება ენათმეცნიერიც, ანთროპოლოგიც, ფსიქოლოგიც, მაგრამ ჩვენი პრობლემაა, რომ მანამდე როგორ აზროვნებდა ის ადამიანი და მერე რო შეითვისა ეს ენა, როგორ აზროვნებს, ის ძველი მონაცემი არ აქვს. ხო, აი ეგ არის და ამიტომ ვერ ვიტყვით ამაზე. მაგრამ აი
უკან რომ მივუყვეთ, ეგრეც ვერ გავიგებთ, რომ სიტყვაზე აი ახლა ვიცით როგორ საუბრობენ და რამე ნიმუშები გვაქვს მათი არქიტექტურის ან არ ვიცი, ანუ ეგეც მაინტერესებს, ანუ ფერწერა ან ეგეთი ხელოვნების რაღაცები როგორ აქვთ განვითარებული უშუალოდ. ფერწერა ავსტრალიელ აბორიგენებში უფრო განვითარებული. ხო, 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 უფრო არ ვიცი, ესთეტიკურადაც და მრავალფეროვნების თვალსაზრისით. პაპუასებთან უფრო სუსტია. სუსტია ეს ფერწერა და მუსიკაც. ავსტრალიელ აბორიგენთა მუსიკა უფრო კომპლექსურია, ხო, ნუ ვიდრე ხო, პაპუასთან. არის ეს განსხვავებები, ხო. რა ყალიბებს ამას არ ვიცი. ისინი ალბათ უდაბნოში ცხოვრობენ, უდაბნოს გარემოს ხონერეთ მ, უქმდებს არ ვიცი. რთულია ამის ახსნა, რატო ხო. ჩამოუყალიბდა თქვა ავსტრალიელ აბორიგენს უკეთესი უფრო კომპლექსური მუსიკა და ფერწერაც უფრო კომპლექსური, ვიდრე თქვა პაპუას. და ენები არის სიტყვაზე ავსტრალიელ აბორიგენული უფრო კომპლექსური ვიდრე არა, არა, ხო? ორივე კომპლექსური. ორივე ორივე ხო, კომპლექსური. ეგეც ვიფიქრე, მეთქი ის ოდნავ მარტივი ხო არ არის თქო რა ხან მათი ხელოვნებაც უფრო არა, მარტივია. არა. ენობრივად პაპუასური ენები ძალიან კომპლექსურია. და აი ეს მრავალფეროვნებაც დიდია, სხვადასხვა ენა, ერთი ენის შესახებ ცოდნა, მეორე ენის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იმდენად განსხვავდება, თან კომპლექსურობით განსხვავდება. და რეგიონებითაც შეიძლება გამოიყოს ზოგან, თქვათ, კომპლექსურობა უფრო მეტია, ზოგან შედარებით ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში თუ ვიტყვით, რომ აი პაპუასური ენები როგორია, კი, მორფოლოგიურად ძალიან რთულია. ხო, როგორც ავსტრალიელ აბორიგენთა ენები. ხო. ეგეც საინტერესო ფენომენი მოხდა. შეიძლება იცი კიდევაც ანხელ ქონია შეხება. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებს ჰქონდათ ჯარები განლაგებული წყნარ ოკეანეში რომელიღაცა კუნძულებზე, სადაც ეგეთი პაპუასური ტომები იყვნენ. და ისე მოხდა, რომ მათ ჩამოაყალიბეს რელიგია და კულტი ამ ჯარისკაცების ამერიკელების და ყოველ წელს უჭირავთ ეს ხეები დადიან ამერიკელი ჯარისკაცები და ღმერთი ყავთ ჯონ, რიგითი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც მათთან იყო ჩასული, ოღონდ მაგათთვის ეგ არის რა ცივილიზაციის მომტანი, რომელმაც ასწავლა ფეხბურთი, მოუყვა გარე სამყაროზე იქ რა ხდება და ნუ ამათთვის ეს მთელი მოვლენა არის და ძალიან მაგრა არის მაგ ფილმში დანახული კონტრასტი, რომ ცალკე არიან ოდნავ განვითარებული, ეს ვთქვათ, ქრისტიანები, რომლებსაც ამათ გიჟება დაყიქვავენ, მაგრამ ამათ ბოლომდე ჯერათ ამისი და ანუ თლიან თავის კულტურაზე ამ ესე ვთქვათ გლობალიზაციამ იქონია შედეგი და შენ როცა იყავი იპიკოსთან მან იყო ეგეთი რამე ნიშნები აი უკვე გარედან შემოსული კულტურის და თითქოს მათი ავთენტურობა მათ შეცვალა თუ უფრო შენარჩუნებული ქონდათ ეს არა, ქრისტიანობამ შეცვალა. ქრისტიანობა მაინც მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობას ბევრი რამე სხვანაირად აღიქვამენ, თუნდაც წირვალოცას სხვანაირად ატარებენ, მაინც დიდად შეცვალა ქრისტიანობა. და ენაზეც აისახა ეგ? გრამატიკაზე არა. არა. გრამატიკაზე არა, ლექსიკაზე უფრო, იმიტომ რომ რაღაცა ევროპული სიტყვები თქვა შევიდა, ქრისტიანული სახელმწიფო ტერმინები შევიდა და ანუ სიტყვებით თქვა გამტიტა ენა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გრამატიკაზე არა. გრამატიკაზე არ მოხდენია ეს გავლენა. ხო და ის ავთენტურს, რასაც მეუბნებით, თუ ავთენტიკურს, რასაც მეუბნებით, ხო, ხა ძველი ჩანაწერები ზოგადად რომ ნახოთ პაპუასებზე სხვანაირები არიან და ახლა უკვე რომ შეხვდებით, განსხვავდებიან. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ადამიანის შეცვლა რაღაც ერთ საუკუნეში. მაგრამ ბევრი რამეა შეცვლილი. ხო. ბევრი რამეა, ის რწმენა წარმოდგენები მაინც აქვთ. თქვათ, ჯადოქრობა იქნება, ეს ჯადოქრობა მაგალითად კანონით არის აკრძალული. ხო, მართლა. მაგრამ ხალხს მაინც ჭერა. და რა კი, ხო ის. აი, ჩემს მაგალითს მოგიყვანთ, მოვდიოდი უკვე იქიდან და ჩემი 6 თანასოფლელი გამომყვა. ნაწილმა გამომაცი და ნაწილი მომყვებოდა ნავით. და ჩემს უკან სხვა სოფლის წარმომადგენელი ტრიალებდა და მე ვიფიქრე ალბათ ჩემი გაქურდვა უნდა, მაგრამ 6 თანასოფლელი გვერდზე მყავს და ვერ იზამს. უცებ აყარა იმის ყვავილის ფურცლები. და ჩემი ორი თანასოფლელი წაეკიდა, ის გაიქცა და გაეკიდნენ ესე. ბოლოს პოლიციაში აღმოჩნდნენ. დაიჭირეს. მაგრამ ნახევარსაათში გამოუშვეს. ანუ თურმე რა ყოფილა. როგორც ამიხსნეს. ჩვენო გზაზე ვიყავითო, მივდიოდითო სხვაგან. და ამანო შელოცვა წაიკითხა. და ეს ფურცლებიც ამიტომ ანუ ესაც რიტუალივით რიტუალი ჩაატარა ჯადოვსი, ხო. და წესი ასეთია, უნდა გაეკიდო მერე. რომ ის მოიხსნას ის ჯადო. რა ნუ ასე სწავდა.
და ანუ ის იმ დონეზე რომ პოლიციაში ნუ ეხმარეს პოლიციამ ხოლმე. დაინახა რომ ორი ადამიანი მისდევს ხო, ვერცხლს და ესე იგი ჯერდო არა, პოლიციამ თავიდანვე პოლიცია ვერ იფიქრებდა მაგას აა, თავიდან, მაგრამ ნებისმიერ რამე შეიძლება ყოფილიყო, როცა ორი ადამიანი ერთს მისდევს. ხო. დაიჭირეს და იქ გამოარკვიეს მერე რასა განყოფილებაში. ის ეგეთ მათ ესე ვთქვათ სულიერ მაგიურ კუთხესთან თუ ქონდა კიდე შეხება რამე საინტერესო აღმოჩენებიან დაკვირვებები გააქვს? მე რო ვიკითხე ჯადოქარი ხო რა სოფელში, მეთქი იყო და წავიდა ქალაქში, ასე მიპასუხეს. იყო და არ უნდათ ლაპარაკი, ამ თემაზე არ ხო, უნდათ ანუ რა ლაპარაკი. ცოტა ტაბუდადებული თემა არის მაგათთვის ან ძალიან ინტიმური დრო კი, სხვებსაც არ ხო, არ ეხსნებიან. შეიძლება. კანონითაც აკრძალული რომ არის და არ უნდათ რომ იციან რომ თეთრკანიანებს არ მოსწონთ ეს მუხლებისგან იციან და ამიტომ ცდილობენ რომ არ ილაპარაკო. ხო, ქრისტიანულ წირვა-ლოცვას უარდასწრები ხარ მათთან. კი, ყოველკვირა. ყოველკვირა და ისე ტარდება, აი მაგალითად გიტარის თანხლებით. ჰმ. მარტივ მუსიკას უკრავენ და თუ სოფელში მღვდელი არ არის იმ მომენტში რომელიმე თანასოფლელი რომელიც კარგად კითხულობს, არ ვიცი, ბიბლიიდან რაღაც თემას აიღებს და იმ მონაკვეთს წაიკითხავს და იტყვის, თქვათ, რისთვისაც საჭირო რა დარიგება შეიძლება ამოიცნონ ამაში ამ ტექსტში და ასე შემდეგ. და აი რა მაინტერესებს ეხლა ჩვენ მაინც ქართულ მართლმადიდებლურ წირვას რო ვართ მიჩვეულები, აქ მთელი თავისი სხვა დრამატურგია, აქ მგალობლები, როგორი ხდება მთელი ეს წირვის პროცესი, აი განცდის დონეზე ყველას ხო. რაღაცნაირი ესე ვთქვათ გონებაში ხატი და ემოციური ის გვაქვს და ამ და შეგვიძლია დავახასიათოთ, რომ აი დასწყისიდან შეიძლება ცოტა ისეთი მისტიური იყოს ყველა თავის იმაში არის და ბოლოს როგორი სიხარული არის უკვე ზიარება რომ მოდის და ამ შემთხვევაში რა როგორ დაახასიათებდი შენ მათი ენიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ სახარებას რო ისმენ იპიკოს ენაზე, აი სულ სხვა რა თითქოს ქიბიას ახდენს შენში არა? ხო, მაგრამ როგორ ის არის, შერეულად ჰქონდათ ნაწილს ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ნაწილს ტოკ-პისინზე, ნაწილს იპიკოზეც. ხო, ხო. ეს იმიტომ რომ როგორც წესი სკოლაში თუ სწავლობ, სკოლა ინგლისურად აქვთ. არა აქვთ, ტოკ-პისინზეც არა აქვთ სკოლა. იმიტომ რესურსი არ არის და ინგლისურზე არის რესურსი და ამიტომ ამ ქადაგების დროს შერეული იყო. აა ხო, ჩემი გადასახედიდან ძალიან უცნაური ქადაგებაც იყო, ძალიან უცნაური დამოკიდებულებაც იქ, რა ვიცი, თუნდაც გიტარის თანხლებით რომ არის, აა ხო, ეგ ხო, ვიცი მგალობლებს ვერ დავარქვე, მომღერლები უფრო იყვნენ ისინი. მაგრამ არის რამდენიმე სიმღერა აქვთ, რომელსაც ასრულებენ ამ წირვა-ლოცვის დროს. ხო. და მაგრამ აი ჩვენთან როგორც არის წირვა-ლოცვა, რომ ლოცვებს კითხულობს მღვდელი, მთლად ეგრე არ არის. აი მონაცვლეობით არის ეს სიმღერები და ქადაგებები. ხო, რაც თავის მონაცვლეზე მღვდელიც. კულტურულ რიტმს მოარგეს, ხო ალბათ ხო, და იქაურობას. სიმარტივეც ალბათ, რომ ხა მისიონერი რო ჩადის, თუ რთულად ჩაიტანს, ის ვერ შეითვისებს ასე მარტივად, ხო და რაც შეიძლება გამარტივებულად აქვს მიწოდებული, რომ შეითვისოს. ხო. მ ქართულ ენასთან რამე მსგავსებები ხო არ დაგიჭერია სიტყვებში? ან რამე სიტყვაც შეგიძლია მითხრა იპიკოზე, ძალიან ო, მაინტერესებს, ან როგორ ჟღერს საერთოდ ეგ ენა, აი როგორ აი მაგათ ენაზე სიყვარული, ღმერთი, აი გამარჯობა, აი ო, გამარჯობა ერთი სიტყვა არ იყო, იყო დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა. მარ ხო, ასე ქონდა. აა დიჰაპოვა ჰეტონე დილა მშვიდობისა იქნებოდა. ანუ კონსტრუქცია ასეთია. დილა კარგი არის. ამ ტიპის კონსტრუქცია. დაახლოებით ჩინურს გავს, ხო? ჩინურში ხო ეგრე არის, მე წასვლა სკოლა, აი აი მარტივი არის უფრო. ამ ნაწილში ყოფნაზმასაც გამოიყენება აქ მარტივადაა. მაგრამ მე უკვე რთულ ზნებს როცა ვიყენებთ, იქ უფრო რთულად მიდის. მაგალითად no აინი უბატე ვატიგო ნიშნავს მე სოფელში მივდივარ. და აქ უკვე ზმნას აქვს თავისი თქო პრეფიქსით, სუფიქსით და ასე შემდეგ. ტონები მანდ არ არის, ხო? ჩინურში აჰა. როგორცაა ტონები? აი მარ უბრალოდ საუბარი. ტონები არ არის, მაგრამ აი მუსიკალური მახვილი შეიძლება იყოს როგორც იაპონურშია, უფრო მმ, გამარტივებული ვარიანტი. ენას გააჩნია და ჩემ ხო, შემთხვევაში ასე იყო, ზოგიერთი სიტყვა განსხვავდებოდა ამ მუსიკალური მახვილით. ტონებთან ახლოს მიდის ეს, მაგრამ თქვათ ტონები არ არის. უბრალოდ რომელი სიხშირე იქნება, ამას არ მნიშვნელობა. მაგრამ ეს მინიმალური იყო. ამის გარეშეც შეიძლება ამენის დამუშავება. ეს ძალიან მცირე ნაწილი იყო ჩემი ენის. თქვათ მიყვარხარ იყო
ნო მოკონო ვოგონე. ნომოკონო. ნო ვოგონე. ხო. ჩემი სიყვარული შენდამი არის. რაღაცა აა ესე აქვს. ესე შეიძლება გამოითარგმნოს. და ეგეც რო ანუ ქართული ენა იცი რატომ აუცებს ხოლმე რომ ერთ სიტყვაში გვაქვს ჩატეული ხოლმე აი კი, მთელი კი, თითქოს მეტი წინ ხო ნაწილი, ხო, ხო. აი ეგაა საოცრება კი, კი. კი, ქართული ერთ-ერთი გამორჩეულია ხო მორფოლოგიურ სირთულით და ბგერითი სირთულითაც, ვთქვათ, თანხმოვანთა მიმდევრობა იშვიათია, რომ აი ბევრი თანხმოვანი ჩალაგდეს, ბრწყმის და ბრწყმის ხო არის. ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გაგვიწევს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელთა ენა, სალიშვური ენები, იქაც ესე ხო ბევრი თანხმოვანი შეიძლება ხო ჩალაგდეს. ხო, მეორე მხრივ არ არსებობს რთული და მარტივი ენები. ყველა ენა რთულია, მაგრამ რაღაცა კომპონენტი მარტივი, აი მაგალითად თანხმოვნებზე რომ ვთქვი, რომ ქართული თანხმოვან კომპლექსებია, ბევრი თანხმოვანი ლაგდება, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს 33 ფონემა, გერა. აფხაზურში არის 60 პირო, ან დიალექტს გააჩნია 65, უბიხურში 80 იყო. სამხრეთ აფრიკაში არის წყალბუნებგერებიანი ენები, იქ ზოგიერთთან ითვლიან 120-140 ბგერას ფონემას და ხო, რაოდენობრივად ქართულში ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ ამათი კომბინაცია უფრო სირთულეს ქმნის. ხო და იმის თქვა მინდა რომ არ არსებობს მარტივი ენა, ყველა ენა რთულია, მაგრამ ენის რა ნაწილია მარტივი და რა ნაწილი რთული, ეს უკვე შეიძლება ენით შედარების შედეგად გამოვიყენოთ. და კიდე საქართველოში იცი რომ დაკვირვება მაქვს ეგ ძალიან საინტერესო არის რომ აი მაგალითად ინგლისურში ვარ ხი და ში რომ მას მიმართავს სქესით მაგრამ ჩვენთან უსქესოა ის აი სქესი არ გააჩნია და იპიკოსთან ეგ არის არის უშუალოდ გამოყოფილიანი ხო არის დუალობა ეგ იჩენს თავს ხო მესამე პირში გამოყოფილია ასხოვებენ. ხო ხო, ენათა დიდ ნაწილში განირჩევა ეს და ცირია ენების რაოდენობა, სადაც შეიძლება არ განირჩევოდეს. ხო ხო, იპიკოში კიდევ არის არა მარტო მდედრობითი, მამრობითი, იქ ვთქვათ, განაწილებულია 4 ჯგუფად და სმაშიც შესაბამისად არის ეს ასახული და არსებ ვთქვათ ქართულად შეიძლება თქვა ის კაცი, ან ის ქალი და ორივე შემთხვევაში ის არის და იპიკოში ეს განსხვავებები ჩანს ამ 4 ჯგუფის მიხედვით. ხო აა მაგრამ რთულია იმის გარჩევა, რატო დაანაწილა იპიკომ 4 ჯგუფად, აი მაინც და მაინც ამგვარად. აა ამ ეტაპზე რთულია ამის თქვა. მაგრამ ზოგ ენაში შესაძლებელია, აი მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო წიგნია, რომელიც უფრო პოპულარულ ენაზეა დაწერილი. აა აა ქალები, ცეცხლი და სახიფათო ნივთები. ასე ქვია ამ წიგნს. ენათმეცნიერმა ცნობილმა ენათმეცნიერმა ხო დაწერა. ეს არის ერთ-ერთი ავსტრალიური ენის მიხედვით დარქმეული. იმ ენაში აი ევროპული ენები რო ავიღოთ და ვარი დედრობით სქესი, მამრობით სქესი, საშუალო სქესით შეიძლება იყოს, ხო? აი იმ ენაში როგორ არის დაყოფილი 4 ჯგუფად არის და აი ქალები რომელ ჯგუფში შედიან, იქ ხვდება ცეცხლის და სახიფათო ნივთებიც. აი ასეა, აი დედრობით სქესი რო ვთქვათ, დედრობით სქესში სახიფათო ხო, ნივთებიც და ნუ მაგათ ცეცხლში. რეალობაში რაღაც ასე არის, ეგეთი ხო. ხო, ეს ძალიან საინტერესოა და აი კიდე მინდა პიკოზე ცოტა რომ ამოვწუროთ ეს კი თემაც, ბატონო. რომ აი მაინც ახლა რომ ფიქრობ, აი ენაც იუმორზეც ხო ახდენს ზეგავლენას, როგორ ყვები ისტორიას, თან ენას ხო ორი დატვირთვაც აქვს. ერთი არის რომ შენი ფიქრის და აზროვნების მექანიზმი არის, რომ თან სამყარო შეიმეცნო და ერთგვარი ფილტრი არის, რითიც ეს გარე სამყარო შემოდის, რაღაც ჩარჩოს იძენს და შემდეგ აღიქვამ ამას და მეორე არის უშუალოდ აი საუბრის დროს უფრო მარტივი მექანიზმი. და შემდეგ შეიძლება სასცილო ისტორიის მოსაყოლადაც აი ქართველებს ჩვენ გვაქვს შეიძლება მიაფუჩეჩო სიტყვა, მაგრამ გესმის მაინც რას ვიძახი და გეცინება. აი რაღაც ეგეთი момენტები არის, ხო, ხო? და არის ინგლისურში სხვანაირად არის, ჩინურში შეიძლება სულ სხვა რაღაცაზე, ხო? და იპიკოსთან აი რანაირად ხდება სამყაროს შეცდობა, აზროვნება, საუბარი ესება, აი როგორი სახის არის მაგათი ეს მექანიზმები. ხა იუმორისტულ ამბებს ყვებოდნენ, კონკრეტულად ანეკდოტები არ მოუყოლიათ, მაგრამ იუმორისტული ვთქვათ ის იყო, რომ თავიანთ წინაპრებზე თქვეს, მაგალითად, პირველად ეთკანიანი როცა ჩამოვიდაო და რაღაცა ნივთები ჩამოიტანესო, მათ შორის იყო ასანთიო. და ჩვენ წინაპრებს ეგონათ უნდა დაეთესათო და დათესეს ასანთიო და რო არა მოვიდა უკვირდათო და ხო, ანუ მათ წინაპრები ის კი არ იგულისხმება რამდენიმე საუკუნის წინანდელი, იგულისხმება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აა რეალურად პაპების და ბებიების ხო, თაობაზე ლაპარაკობდნენ. ანუ ახლანდელი წარსული იყო კი, ეს. კი, კი.
ასეთ ამბებს ყვებოდნენ, მაგრამ აი ეს კონკრეტულად ანეკდოტები არასდროს არ მოუყოლეთ, ან ჩემთან არ მოუყოლეთ ხო, რაღაც. და უშუალოდ ანუ საუბარში მათი ენა ეხლა ჩვენც რო ხო, საუბრობთ მე და შენ უფრო შეიძლება აი არ გავართულოთ მარტივიანით კი. ვისაუბროთ რომ გასაგები იყოს, მაგრამ როცა ვაზროვნებთ ჩვენ რაც ინტიმურ ველში რო ვართ, იქ შეიძლება უფრო ჩავხლართოთ რაღაცეები და გავყვეთ და გავყვეთ. ამათან როგორ ხო, ხდება ეს? ეხლა აზროვნება და საკუთარ თავთან როგორ შვებიან ანუ რთულია ხო არ სწრომი რა. ქონიათ ხო მაგაზეც ინტერაქცია, აა, იქ მოაინტერესებს უფრო მათთან. ხო, არა, მაგ მხრივ არ მქონია. არა. მაგრამ ეგ რაღაცა ზოგადია მე მგონი, რასაც ამბობ. აა, ხო, შეიძლება რაღაცა ნაწილში გამარტივებული ვარიანტი გამოიყენოს, და ხო, რაღაც ნაწილში ჩახლართული იყოს ხო, სწავლა. ეგ ზოგადი კანონზომიერება უნდა ხო. იყოს. აი ხა მკვდარ ენებს რო შევეხოთ, ხო. რანაირად აღადგენენ მეცნიერები მკვდარ ენებს? ანუ როგორ ხდება ეს ზოგადად? ხო, ეგ რთული პროცესია. ხო, რთული პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ ხო აუდიო ჩანაწერები არ აქვს. და რეალურად არ ვიცით როგორ წარმოთქვამთ. აა, თუ და ტექსტებიც არაა შემორჩენილი, მაშინ რა თქმა უნდა იმ მკვდარ ენებს ვერც ავადგენ. ენათა უმრავლესობა არის მკვდარი და მათ შესახებ წერილობით წყაროებიც არ არსებობს. ანუ სამუდამოდ ვიცით რომ დავკარგეთ, შეიძლება ისეთ მრავალფეროვანი ენები იყო რომ რაღაცა ახლაც არც ვიცით რაღაცის მახასიათებლები, მაგრამ იმაზე ვერაფერს ვიტყვით. პირველ რიგში უნდა არსებობდეს ტექსტი. ეგვიპტური იქნება, შუმერული იქნება, ძველი ჩინური იქნება თუ არ ვიცი რაც იქნება, ტექსტი უნდა არსებობდეს. და შემდეგ იწყება უკვე ტექსტის გაშიფრვა. თუ მოკლეა ტექსტი, იმის გაშიფრვა რთულია. და რაც ვრცელია ტექსტი და მეტი ტექსტია, გადამოწმების შესაძლებლობა ყოველთვის ანუ არსებობს. გაშიფრვისთვის სხვა ენებს იყენებენ თუ აი როგორ ზოგ ხდება ეგეც ხო? შემთხვევაში აი მაგალითად აა ერთია რომ ბილინგვა თუ გაქვს ორენოვანი წარწერა, აი ეგვიპტურ შემთხვევაში რაც იყო როზეტის ქვა, ბერძნულად ეწერა და ბერძნულის საშუალებით შინაარსი გავიგეთ და მე უკვე სხვა დამატებითი ინფორმაცია საჭირო რომ შეხვიდე ეგვიპტურ ტექსტში. მაგრამ შინაარსი უკვე იცი ბერძნულის საშუალებით. ეს ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევა, როდესაც არა გაქვს ასეთი ბილინგვა და მაგალითად შუმერული შემთხვევაში. შუმერულ შემთხვევაში გამოგვადგა შუმერულ-აქადური პარალელური ლექსიკონები, რომლებსაც აქადელები ქმნიან. ხო, მან გაგვიმართლა გარკვეულწილად. გაგვიმართლა, მაგრამ გაგვიმართლა შინაარსობრივ ნაწილში, რომ შუმერულ ტექსტს რო ვკითხულობთ, აქადური საშუალებით ვკითხულობთ და ის ბგერები, რაც განსხვავებული შეიძლებოდა ყოფილიყო შუმერულში. იმას როგორც წესი ვერ აღვადგენთ. შეუძლებელია, კაცმა ხო. ერთის როგორ წარმოითმოდა შუმერული. უბრალოდ ჩვენ პირობითად ვკითხულობთ აი ასე. კონკრეტული აქადურის საშუალებით. ხო, ანუ ხელშესახები რაღაც მანუსკრიპტი ან რამე მასალა თუ არ გაქვს ვერ აღადგენ. რომელიც წარმოთქმას აღგიწერს იმ ძველ ტექსტებში არ იქნება, რომ ასე წარმოთქვამ ჩვენ. ბგერებს ვერ აღგიწერს ის ძველი. ეს ცოტა მოგვიანო ხანის არის, როგორ წარმოითქმის, თქვა ტექსტი, სადაც გვაქვს ტრადიციები, მაგალითად ინდუიზმში, თქვა სანსკრიტის საშუალებით რომ არის და ის სანსკრიტი ძველი ჩანაწერები არის თუ არ არის, ის მაინც ზეპირი ტრადიციით გადმოდის, როგორ წაიკითხო, ან თქვა ებრაული ტექსტებიც რელიგიური ტრადიციით გადმოდის და იცი ის ძველი როგორ შეიძლება და წაკითხულიყო. მაგრამ შუმერულ შემთხვევაში ეს ტრადიცია გაწყდა. და აქადელებმა რაც შეითვისეს, იმის საშუალებით ხედავთ, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა, რომ აქადური წყდარი ენა, აქადური ჩვენ წავიკითხეთ არაბულისა და ებრაულის დახმარებით. იმიტომ რომ მონათესავე ენებია. შუმერული არაა მონათესავე, მაგრამ ეს ლექსიკონები რაც დაგვიტოვეს აქადელებმა, ამის საშუალებით წავიკითხეთ. ანუ ერთ მკვდარ ენას ვკითხულობთ მეორე მკვდარი ენის საშუალებით. და წარმოთქმას რაც შეეხება, ეს არის მხოლოდ ვარაუდის დონეზე, რომ შუმერულს ასეთი ბგერითი სისტემა ჰქონდა. მაგრამ აი გრამატიკაში რო ჩავდივარ და ტექსტის შინაარსში, იქ ალბათობა მაღალია, რომ მართებულად ვკითხულობთ. ხო. მაგრამ რა გამკვდარი ენა 100%-იანი ვერასდროს ვერ იქნება ის წაკითხვა. ვერ გადაამოწმებ. ცოტა იპიკოს შემთხვევაში მე შემიძლია გადავამოწმო იმასთან, რომ ეს ასეა, ჩავეკითხო. ეს ასე გავიგე? ის რაღაცნაირად აგიხსნის. მეტნაკლებად. და უფრო ზუსტი იქნება. და ამ შემთხვევაში შუმერი ინფორმანტი რომ არ აქვს არც აქადელი ინფორმანტი, აა მხოლოდ ეს არის რაღაცა ალბათობაზე, რომ მართებულად კითხულობ. ხო, ნუ ხელოვნური ინტელექტის რაც ვიდეოები შემოხვედრია, აი როგორ ჟღერძველი ყველაფერი დიდი ალბათობით ოილია, აი და უბრალოდ გასართობია. ახლოსაც არა. ახლოსაც ხო, არა. არა. ხელოვნური ინტელექტი რაღაც პასუხს გაგცემს, მაგრამ ხო, რამდენი ავთენტურ სურათს ვერ აა, აღადგენს, ხო. ვერ. ყველაზე ძველი ენა რა არის, რაც აღდგენილი გვაქვს კაცობრიობას, შუმერული?
შუმერული ტექსტებით რაც შემორჩა ყველაზე ძველია. ხო. ხო, და დანარჩენი უფრო ღრმად რო ჩავდივართ, ეს უკვე ისტორიული შედარებითი ენერგიების საშუალებით პროტოენების აღდგენა მეტნაკლებად ხო. დაახლოებით სტრუქტურაზე წარმოდგენა გვექნება. ხო. და აი სიგიჟე არ არის, რომ ამდენი ენა აღარ არსებობს ხო. და ქართული მაინც არის დღემდე. და ხო, აი შემონახული აქვს ეს არ შეიძლება მე ძალიან რომანტიზირებ ამას, მაგრამ მგონია რომ არა, მაგრამ აი შენი აზრი მაინტერესებს როგორც წენად აა, მეცნიერის ამასთან დაკავშირებით, ხო, იმიტომ რომ გარემო პირობებს აქვს მნიშვნელობა, კულტურას აქვს, აზროვნებას რამდენად ინარჩუნებს შენ, შინაგანი ის როგორ გაქვს განვითარება. ხო, მაგრამ ნახე, ან მხოლოდ თქვენც არ მედიტაცია. გქონდა მარტივი ის ამდენი ომი დაპყრობა, კი. მაინც არაბული სიტყვებით შემოერია, რუსულიც, მაგრამ ინგლისურიც ეხლა. გრამატიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა ამან, მხოლოდ კი, ხო, სიტყვების სისხლებას, როგორც მაგრამ აი ის. იოანე ზოსიმეს ნათქვამი რო არის, რომ ქართულ ენას ლაზარეს რო ადარებს, რომ ის მეოთხე დღეს აღდგება და რაღაც ერთგვარი კაფსულა არის დროის, რაც რაღაც აზრს ინახავს, ან რაღაც მოკლედ მესიჯს სამყაროსთვის. მაგაზე თუ გაქვს შენი თან კითხავდი არამეცნიერული აზრიც, იმიტომ რომ მეცნიერული მაინც გარკვეულწილად ხო რაღაც ჩარჩოში არის რომ დაიჯდეს და დანარჩენი უფრო ცოტა ხო, ინტუიცია და იქ ახლა სულიერი ის რაც არის და გადმოვიდით აქეთ ეს რწმენის საკითხია მხოლოდ ხო, და ხო, ეგეც ხო, მაინტერესებს შენი მეცნიერული დაკვირვებაც ქართულ ენაზე რა აღმოჩენები გაქვს. ვიცით რომ აი ხო ვამაყობთ მაგით რომ აი მაგარია ჩვენ ქართული ამ ხელგანს ინახავს, მაგრამ ბევრმა არ იცის რატო. ანუ უბრალოდ ეგრე გადმოგვეცე რომ ეს არ, მაგრამ რატო რო გაეცეს აი უშუალოდ აი ეს ენი არის, რაც ხდის ამ ენას უნიკალურს, რატომაც შემორჩა. და მე მაინტერესებს ხო შენი უკვე პირადი თუ გაქვს რამე ხო, ისეთი რთულია. განცდები მაგაზე. ჩემში მეცნიერება მიმდენად დაჯაბნა ეს პირადი რომ რთულია ამის ხო თქმა. და არ მესმის. ხო, არა, სხვა ენებიც ხომ შემორჩა, რო ვიცით, თქო, ჩინური რამდენი ხანია ხო, არის. თუ ავთვლით ჩინურს, როცა იეროგლიფური შეიქმნა, დაახლოებით 1500 წელი იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ხო? 3500 წელია და ამ წელობის ტრადიცია აქვს. ბერძნული რო ავიღოთ, ყველაზე ძველი ბეხაზოვანი წარწერები აქვს ბერძნულს და ისიც 1500 წელი იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ისიც 3500 წელია შენარჩუნებული. ანუ ზოგიერთი ენა არის, რომ დიდხანს შეუძლია არ ვიცი, შეინარჩუნოს. კი, იცვლება, დროთა განმავლობაში იცვლება ძველი ბერძნული ხო, გინდა არ გინდა განსხვავებულთან რაც მაგრამ აპდეითი არის ეგ უკვე ყოველ ყოველთვის ვარიანტში. ეგრეა. გარე ფაქტორებიც მოქმედებს, შინაგანი კანონზომიერებიც მოქმედებს, რომ განვითარდეს ენა. ამას აქვს რამდენიმე სხვადასხვა ახსნა, რატო ვითარდება ენა და სტატისტიკური რატო არ არის. ხო და მაგალითად ეხა ეგვიპტურ ენას თუ ავიღებთ, იეროგლიფურ ეგვიპტურს, ის უკვე მკვდარი ენაა, მაგრამ რომ გადათვალოთ თარიღები დაახლოებით დამწერლობა როცა შეიქმნა. ანუ დამწერლობამდეც არსებობდა ის ენა, მაგრამ იმაზე ვერაფერს ამბობ. დამწერლობა რო შეიქმნა, უკვე აკვირდა. აჰა. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 31-33 საუკუნეში შეიქმნა ეგვიპტური დამწერლობა და იმის შემდეგ არაბების შემოსევამდე რეალურად არსებობდა, ლაპარაკობდა. და მერე კოპტური შემორჩა იმის თავმოვალენად. ანუ თუ ამ ისტორიას გადავხედავთ, გამოდის, რომ ეგვიპტური თავის კოპტური ენით ყველაზე დიდხანს უფრო სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა. მაგრამ რაღაც მომენტში არაბულმა ისე დაჯაბნა, რომ კოპტებისთვისაც მშობლიური ენა არაბულია. მიუხედავად იმისა, რომ იმათ რელიგიის გამო ქრისტიანები არიან, შეგნება აქვთ, რომ კოპტები არიან არაბული ენა მათი მშობლიური. ხო და აი არის ენები, რომ დიდხანს შეუძლიათ იცხოვრონ. სხვა საკითხია, აი ქართულისთვისაც დიდი ხანია, მაგრამ არა იმდენი ხანია, რამდენხანს ეგვიპტურმა იცოცხლა, ან ჩინური, ან ბერძნული მაგალითად. მაგრამ ამ შემთხვევაში ვითვლით დამწერლობის ტრადიცია რამდენი ხანი ჰქონდათ. მაგრამ იმ დამწერლობამდეც ხომ იყო ქართული. აჰა. არსებობდა. ხო, ხო, ეს პროტოიბერიულსაც ხო, რო ენა მოიხსენიებენ. ენა იყო ხა ძველი ძველ ქართულამდე ის არქაული ენა რაც იყო, ქართულის წინაპარი ენა იყო. აჰა. ზუსტად არ გვეცოდნება გრამატიკული მახასიათებლები, იმიტომ რომ ტექსტები არ არის, მაგრამ ვარაუდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ასეთი იყო. ხო და რაც შეეხება სიცოცხლის უნარიანობას, ხო, რთულია იმის ახსნა, რატომ არის მაინც და მაინც ეს კონკრეტული ენა სიცოცხლის უნარიანი და სხვა ენა რატო კვდება უფრო მალე. ვთქვათ, რამდენი მაგალითი ვიცით ამერიკელ ინდიელთა ენებზე, რომ ესპანელები და პორტუგალიელები რო შევიდნენ, კი ბატონო. მაგრამ იქ სხვა ფაქტორიც მოქმედებდა, ამიტომ მარტო ენობრივი კანონზომიერებაზე არ არის, არის თითქოს ერზეც არის გადამოკიდებული კულტურალურია, ის კულტურაზე კი. ეთნიკური მახასიათებელი.
რამდენად წინააღმდეგობრივია მის დამოკიდებულება ხა ინდიელთა შემთხვევაში იქ დაავადებები გავრცელდა და უკვე შეუძლებელი იყო. ხალხის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ხო, აი არ არის მაგას პასუხი. და ალბათ ხო, ერთიანად ყველაფერი ის ფსიქოლოგია, იმ ხო, ეთნიკური ფსიქოლოგია იქნება, ანთროპოლოგიური მახასიათებლები იქნება, კულტურული, აი ყველაფერი ერთად, ეს ალბათ ქმნის რაღაც წინააღმდეგობას, რომ შენ არ ჩუნდეს ენა და არ და გადაშენდეს. თან ენაც ხო ჩვენ რო ვისაუბრეთ რაც სარკესავითაც არის ამისი ჩვენ სულ აი ისეთი რეზისტენტული მებრძოლები ვიყავით და ქრისტიანობის ხარჯზეც გარკვეულწილად და ხო რაც მთელი მოკლედ ბუკეტის ხარჯზე გეოგრაფიულადაც კი იყო ბევრი შემოჭრა და კი. ესე ვთქვათ ცდილობა რო აღარ მაგრამ მაგალითად ყოფილიყო, თаг მაგრამ იცავს, ხო, რაღაც ხო დოზით ეგეთი თаг იცავს. ხო იქ ხდება რომ შენარჩუნება კი, ამისი უფრო, კი. მაგრამ და აი გაშლილ ადგილებში ენები უფრო მალე კვდება, იმიტომ რომ იმპერიები თავისუფლად შედიან. და მით უმეტეს ქალაქის პირობებში იმპერიული ენა ყოველთვის იმარჯვებს. როგორც წესი. თუ ის იმპერიის ცენტრალურ ნაწილში შემოქცეული. და მაგაზე რას ვფიქრობ, აი უშუალოდ იმპერია როცა იპყრობს რაღაც ადგილს და მისი მაცხოვრებლები იმ ადგილის იწყებენ შემდეგ იმ იმპერიის ენაზე მეტყველებას. ანუ მაგათი ქცევის და აზროვნების და რაც სულიერების მოდელზე გადადიან საბოლოოდ, ანუ გადაგვარება ხდება, ხო? ხო, თუ ხო, ანუ მეცნიერულ გადასახედიდან გადაგვარება არ არის, ეს არის შეცვლა. მაგრამ ხო, პიროვნული გადასახედიდან და ეროვნული გადასახედიდან ხო გადაგვარება. ხო, გააჩნია რომელი პერსპექტივიდან შეხედო. ხო, იცვლება რა თქმა უნდა, იცვლება. რაღაცა თავისი ძველი კულტურიდან დარჩება, იმ კონკრეტული კუთხის, გარემოს, პროვინციის დამახასიათებელი, მაგრამ ახალი ენა რო შედის, ახალი კულტურა შედის, მარტო ენა ხო არა ის. ხო, და აბარა. შესაბამისად უკვე ახალი თაობა გადმოირთვება ხოლმე ამ ახლებურ აზროვნებაზე, ხედვაზე, კულტურულ მახასიათებლებს და ასე შემდეგ. ანუ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ძალდატანებითია. ეს ხდება კულტურა როგორც კი შედის, აი ეს ავტომატურად ხდება, გაუაზრებლად ხდება. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მოდი მე ჩემს შვილებს ჩემ წინაპრების ენას ვასწავლე. ენა ისწავლება აი რაღაცა კონკრეტულ გარემოში. თუ ის გარემო არ არსებობს, იმიტომ ბავშვს ჭირდება მუდმივი საუბარი. ის ენა უნდა ესმოდეს. მჰმ. და იმ კონკრეტულ კრიტიკულ ასაკს რომ გადაბიჯებს ბავშვი, მერე მშობლიურ დონეზე ვეღარ შეითვისებს. და ეს გარემო თუ არ აქვს, რომ ყოველდღიური საუბარი ოჯახში თუ არ აქვს, ხო, თუ არ ისმენს მაგ ყველაფერს, ხო? ოჯახის გარდა ეზოში ოგავა ბავშვებთან რომ თამაშობს, ის ენა ჭირდება. თუ არა და აი მაგალითად ეხლა ევროპაში ბევრს იკვლევენ ამას და ამერიკაშიც ქალაქებში როცა ემიგრანტები არიან, ის ბავშვი შინ კი ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე, გარეცხო ენაზე, მაგრამ მერე უკვე რო იზრდება, მაინც იმ სახელმწიფოს ენა უკეთესად იცის, იმიტომ რომ სკოლა იმისი დაამთავრა, უნივერსიტეტში იქ ისწავლა და თავისი წინაპრების ენა იცის აი ბავშვის დონეზე, იმიტომ რომ თუ წიგნებს არ კითხულობდა იმ ენაზე, თუ ხშირი კომუნიკაცია არ ქონდა, ესმის და საბაზისო დონეზე მეტყველებს წინაპრის ენაზე. მაგრამ არის შემთხვევები, რომ უკვე მეორე მესამე თაობაში ეს აღარ იციან. აი იმ პაპუასების შემთხვევაც რომ გითხარით, თუ სოფლიდან ჩამოვიდა ვიღაც დედაქალაქში, თავისი ენა იცის. მაგრამ თუ მეუღლე სხვა ენის წარმომადგენელი ყავს, ესე იგი ტოქპისინზე უნდა ილაპარაკო. და ბავშვი უკვე ვეღარ ითვისებს ვერც ერთ წინაპრის ენას. და მისთვის მხოლოდ ტოქპისინი ხდება მშობლიური. ეს ხო, მესმის ხო. რა სწავლობ. და ეს არის ანუ ეს ენა თავისთავად არ არის, ენა არის ჩვენში ხდება ეს მექანიზმები. ანუ ბიოლოგიის ხო, გარეშე არ გამა, ნეირომეცნიერების გარეშე ეს არ გამოდის. ხო და ნეირომეცნიერება რო არის, ზუსტად ეგაა ძალიან საინტერესო, რომ გონია რომ მაინც რაღაც დაფარული დაძინებული კოდების გაღვიძება შეუულია ჩვენში ენას გარკვეულწილად, იმიტომ რომ ენა ხო რეალურად აი ძალიან პრიმიტიულ წინადადებამდე რომ დავიყვანოთ არის რომ რასაც აღვიქვამთ სამყაროში რაღაც მინიშნება მოგცემე შენ რას გეუბნები რომ შენ მიხვდე ეს რა თორე სრულყოფილად მე ამას ვერაზროს ვერ აგიხსნი ენით იმიტომ რომ ლიმიტირებული ხო, არის ჩვენი კომუნიკაცია ხო ეგეთია. კომუნიკაცია ხარვეზიანია. ხო ხარ ეგ არის ხარვეზიანი. მაგრამ თან აქვს ის უნარი რომ ეს ნეირონული კავშირი ჩვენში გააღვიძოს და აი მაგალითი რო თქვი შენ სიტყვაზე ევროპაში რომ ის იმიგრანტი კი საუბრობს სიტყვაზე ფრანგულად ან ინგლისურად გამართულად მაგრამ გონია რომ მან უფრო რომ კიდე თან გაიხსენოს ის თავისი მშობლიური ენა შეიძლება ძალიან დიდი ფსიქოსომატურიაც პროცესები დაიწყოს და არ ვიცი ძალიან საინტერესო შედეგებამდე მივიდეს მგონია რომ ეგ გასაღები აქვს ენასაც გარკვეულწილად ხო, ნაწილობრივ მაინც შეიძლება. კი, კი. აა
ხო, არა, კომპლექსური ხო, საკითხია და ძალიან მესმის, აბა რაღაცები არის მაგალითად ბოლო პერიოდის კვლევის შედეგებია ხოლმე, იმიტომ რომ რაც თქვა ტრადიციულად გვეგონა, ისე არ არის. აი ტრადიციულად ბევრს ეგონა, რომ მშობლიური ენა გენეტიკურად გადადის, მაგრამ არ ხო, არის კვლევები ეგრე. მაგას არ აჩვენებს. კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკური არის ენის ათვისების მექანიზმი. მაგრამ რომელ გარემოშიც არის ბავშვი, იმ გარემოში ითვისებს ენას. ანუ ეხლა ქართველი ბავშვი რო გაჩნდეს და ეგრევე რო გააფრინოს სიტყვაზე კორეაში, ის მისთვის დაიწყებს მშობლიური. კორეულად ხო, და საუბარს. კორეული იქნება მისთვის მშობლიური. მე რა რო წინაპარი ქართველი ანუ იყოს. უშუალოდ რაც მექანიზმია, რაც ისრუტავს გარე სამყაროს კი, კი. ინფორმაციას და შემდეგ ამას კი. გადასცემს. ბავშვს ხო არ უხსნით როგორ ილაპარაკოს, უბრალოდ ხო, ბავშვი მაგრამ აი რა მაინტერესებს, ან ისმენს. მასში მაინც ანუ ბიოლოგიურ დონეზე ის გენეტიკა ხო იქნება ქართული და დავიჯერ ქართული რომ მოისმინოს, ანუ რაღაც სიმს არ გამოკრავს მაგაში, ანუ მაგაზე არის რამე კვლევები? ხო და არა, არა? არა, ეგრე არ მუშაობს. გარემო თუ არა ქართული, იმას არ დარჩება ქართული ენობრივი თვალსაზრისით არ ხო. არის. არა, ხო და ეგ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რადგან ენა აყალიბებს უშუალოდ ჩვენი აზროვნებას. ხო ცნობიერების და იმას აზროვნების კორეული მექანიზმს. აზროვნება ექნება. ხო და კორეული აზროვნება უკვე ერთგვარი ფილტრი არის აზროვნების. კი, კი. ხო და აიგაა ძალიან მაგარი. რეალურად ენები არის რაღაც ტემპლეიტები და ფილტრები ჩვენი აზროვნების და სამყაროს აღქმის. რა თქმა უნდა, ეგრეა. კი. და ენად მეცნიერული თვალსაზრისით არ შეიძლება სულელური კითხვა დაგვისვა, მაგრამ ყველაზე ანუ კომპლექსური მექანიზმი რომელი არის, ან კომპლექსური უბრალოდ დახვეწილი, რომ სამყაროს ყველაზე მაქსიმალურად აღიქვამს ეს ენა. ანუ მისი ენა და სიტყვები და აზროფორმები ყველაზე ფართედ იდევს სამყაროს აღქმას, ვიდრე სხვები. ანუ თუ არსებობს ეგეთი ენა? ვთქვათ, რომ ერთი ენა უფრო იტევს ვიდრე მეორე? არა, 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 ვერ ვიტყვით. ვერ, ხო. ყველა ენა თავისებურია და ძალიან კარგად იწევენ. ხო. მაგრამ რამდენად სრულად იტევენ და რამდენად ხო ხო, ანუ 100%-იანი ხმა არის. რას გულისხმობთ? აი მაგალითად ქართულში რო გვაქვს ეგეთი სიტყვა შეწყობილი, რომ შეგეხიდები. ეგეთი მე სხვაგან არ მინახავს ხო, არა. მაგალითად, ხო, აი ეგეთ რაღაცებს გულისხმობ. იმენაში სხვანაირი. იმენაში ეგეთი ჟანრის შეიძლება რაც სხვა იყოს, რაც ჩვენთან არ არის. ხო, ხო. და კაი, მაშინ დაუბრუნეთ იმ კითხვას, რა ხდის ქართულს უნიკალურს და გამორჩეულს? შენი დაკვირვებით მეცნიერულ თვალსაზრისით. ო. რთულია მესმის კი. კითხვა რთულია, იმიტომ რომ აი გერით სისტემა რო განსხვავდება რაღაცა დოზით, მორფოლოგიური მახასიათებლები რომ განსხვავდება რაღაც დოზით, ლექსიკური შედგენილობა, კონკრეტული სიტყვათა თანახმარება, აა ხო. და ეს ერთობლიობა ქმნის, რომ ის კონკრეტული ენა, არა მარტო ქართული, კონკრეტული ენა უნიკალურია და განსხვავდება სხვა ენებისგან. ხო, წმინდა მეცნიერულად ვერ იტყვი, რომ ერთი ენა უფრო საინტერესოა ვიდრე მეორე. ხო, მეცნიერულად მეცნიერულად იტყვი, რომ ყველა ენა საინტერესოა. და არამეცნიერულად არ გეშვები ხო არა, არამეცნიერულობა ის არის, რომ ჩემი ენა მინდა შენში გამოვაღვიძო ეს არამეცნიერი. არა, არამეცნიერული პასუხი იქნება ის, რომ ჩემი ენა მშობლიურია და ამით არის უკვე ხო. უნიკალური. რახან შობელი ენა არის და ხო, გასაგებია. შენ ხო, იმიტომ რომ მხოლოდ ქართულად ვფიქრობ მე. ხო. ინგლისურად არ ვფიქრობ. მე მაგ ხოლმე ინგლისურად შეიძლება ვიფიქრო და სულ სხვანაირად ვფიქრობ. ანუ სხვა ადამიანი ფიქრობს ჩემში. რა თქმა უნდა განსხვავდება. არა, მე ინგლისურად ვერ ვფიქრობ ალბათ. უბრალოდ ვიცი როგორ ვილაპარაკო ინგლისურად და ეს არის. ინგლისი რო ახსენე შენ ეგრევე გამახსენდა ტოლკინი, ბეჭდების ბრძანებლის ავტორი, რომელიც ასევე ენათმეცნიერი იყო და მან შექმნა ელფური და ორკული ენა. და ეგ გონია ძალიან მაგარი ფენომენი, რომ ახალი ენის შექმნა. და თან ეს არა მარტო ენა დამწერლობად შექმნა, აზროფორმები და მართლა ნანახი გაქვს ალბათ ბეჭდების ბრძანებელი, აი ელფურსაც რო ისმენ და ორკულსაც, აი მართლა ელფური გეგონება, ეს მართლა ორკული, ისეთი ბგერებია, ეფექტი იქნება, ხო და აი ტოლკინმა იცოდა კელტური ენები კი არის ინდოევროპული ენათა ოჯახში შედის, მაგრამ აი გერმანიკული ენებისგან განსხვავდება. და ეს განსხვავება ჩაიჭირა რა თქმა უნდა და კელტურის გავლენით შექმნა ბევრი რაღაცა, მაგრამ რა თქმა უნდა ზუსტად არ გადმოუღია. უბრალოდ იმ განსხვავებამ და კელტურმა მითებმა შთააგონა რომ ან კელტური იყო რაც ღერძილი სირგლივადაც შემდეგ გამოიწვია. ამერიკაში არის ზოგიერთ უნივერსიტეტში საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამაზე სადიპლომო შეიძლება დაწერო ამ საკითხზე, ახალი ენის შექმნაზე. იქ იმიტომ არის ეს, რომ ვთქვათ, ჰოლივუდმა შეიძლება დაასაქმოს კონკრეტულ ფილმზე, მიიწვიონ უცხოპლანეტალური ენა რაღაცა ხო? ხო, შეუძლიათ გააკეთონ. სხვა galaktikis ენა იქნება თუ ისე ფენტეზისთვის და საჭირო ენა იქნება. ვიღაცამ უნდა შექმნას, აი, სატახტო თამაშებისთვისაც ხა მარტინს
ასე არ ქონდა ვალერიული ხო, ხო, გაკეთებული თუნდაც კი და ბატონო. ფილმისთვის გააკეთეს, ხო? ხო და არიან სპეციალისტები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. საინტერესოა და თან ამას ჭირდება ენათმეცნიერული ცოდნა, იმიტომ რომ ენებში ყველაფერი არაა შესაძლებელი, ყველა კომბინაცია არ არის შესაძლებელი და ენათმეცნიერმა იცის რა ზოგადი კანონზომიერებები არსებობს, რომ იმას ახალი ენა დააფუძნოს. ხო და ეს უცხოპლანეტელებსაც შეეხება კიდევ ის როგორც წესი ფსევდომეცნიერებაში გადის. ხო, მაგრამ საინტერესო რა მგონია იცი, მაგალითად ძველად თუ ენა იქმნებოდა უშუალოდ გარე სამყაროსთან ინტერაქციის შედეგად, რაც მერე გიბიძგებდა რაღაცები ესე გეთქვა ან დაგერქვა. ამ შემთხვევაში ჩვენი წარმოდგენის უნარი ქმნის იმ ენას, გარე სამყარო კი ხო, არა. აი ის რაც გარე სამყაროში ვერაზროს შეიძლება ვერ ნახო. ხო. ეგ არის ძალიან მაგარი. ფანტაზიას ერთვე ხო, გარეშე რა, ხო? ფანტაზია, ხო, 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 ეგ ზუსტად. ხო, შეუძლებელია 100%-იანად შეუძლებელია თქვათ ყველაფერი ლოგიკას დაუმორჩილო, რაღაცას აი ეს ფანტაზია კარნახობს. ხო. აი ეს ინტუიცია რაღაცას კარნახობს ყოველთვის. ეხა თანამედროვე სამყაროში რა გამოწვევების წინაშე დგას ენა, ქართული ენა ზოგადად რამე საფრთხე ემუქრება თუ არა ის სიტყვაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ან წერა მობილურში უფრო მეტად აი ხო იცვლება ენები, მაგალითად კი, ძველი ქართული სულ სხვანაირი იყო, ეხლანდელი სულ სხვანაირი არის განსხვავება და არის, კი. 100 წლის მერე სულ სხვანაირი რა თქმა იქნება და უნდა. ეს რა გარემო პირობებიც არ უნდა იყოს, ენა მაინც შეიცვლება. მეორე მხრივ ეს პრობლემა არის, ვთქვათ, გაჯეტების ხმარება პრობლემა არის, იმიტომ რომ აა აი ისევ ნეირომეცნიერების კუთხიდან რომ შევხედოთ, ბავშვ ჩამოყალიბებისთვის სჭირდება მოტორული უნარების განვითარება და ხელით უნდა შეეხოს ყველაფერს. როცა გაჯეტში მხოლოდ ვიზუალური კონტაქტი აქვს, ეს აქვეითებს თქვათ კონცენტრაციის უნარს აქვეითებს და ხო, შემოქმედებით უნარსაც ალბათ, რაღაცებს ხო? აქვეითებს. კი, კი, კი. ნამდვილად აქვეითებს და ენის ათვისებაშიც რაღაცას მოქმედებს. მაგრამ ეს არის ბიოლოგიური ფაქტორი, ეს ნაწილი. აა და ხო, მეორე მხრივ არის, რომ ვთქვათ, როცა ბავშვი ისმენს თავიდანვე ინგლისურს გაჯეტის საშუალებით, ქართულზე ახდენს რა თქმა უნდა გავლენას. სხვა საკითხია ორენოვანი ბავშვი, რომელიც ოჯახში ორივე ენას ერთდროულად ითვისებს, ეს სხვა რამეა. ეს ინტერაქცია. მე ვარ ეგეთი ბავშვი მაგალითად, ხო? ხო. მ, რუსულად დავიწყე საუბარი, ბავშვი ვისწავლე ქართული მერე. მაგრამ ეგ და მერე ეგ ინტერაქცია, არეულად მაგრამ საუბრობდი მე მერე. მე ხო დაიწმინდა. კი, 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 კი. ხო და ეგ ჭირდება ორენოვანი. თუმცა დღემდე მაქვს მაინც აი ეგეთი აი ესე ვთქვათ ბინძური სიტყვები შემორჩენილი, აი ჯანგს ვეძახი, რომ მაინც ვიყენებ აი კაკრას всё ეგეთი რაღაცები, აი შემორჩენილი მაქვს, ეგ კიდე არ გინდა. ერთენოვანი ქართველებიც იყენებენ. ხო, მაგრამ მე მაინც იმას ვაბრალებ რა, ხო, რადგან იმას მაგრამ დავიწყეს. ხო, სხვებიც იყენებენ, ასე რომ ეგ არაა პრობლემა. კი, თქვენ შემთხვევაში, თუ შენ შემთხვევაში ხო, შეიძლება ასეა, მაგრამ ხო, მაგრამ აი ეგ ორივე ენა რომ ისწავლე, ეგ იყო ინტერაქციის შედეგი. ჰმ, და ამ შემთხვევაში ვიზუალური კონტაქტია მხოლოდ და ცალმხრივია. ინტერაქცია არ ხდება. იგი ისმენ, მაგრამ შენ გაცემა არ არ არის, ხო. არის, არა. ხო და ეს ახდენს გავლენას. და ეს რა შედეგებზე გაგვიყვანს, რაღაცა რამდენიმე წლის მერე უფრო ხო, გამოჩნდება. იმიტომ რომ ეს ახალი თაობა, ვინც უფრო აი გაჯეტებთან დაახლოებულია და აი მართლა სასწაული სიჩქარით ვითარდება, ინგლისურად საუბრობენ ლამის ჩემზე კი, კარგად. და თვითონაც ინგლისურად ესაუბრებიან ერთმანეთს, აი მისმენია, Roblox-ში ან რაღაც მისმენია. თამაშებში, ხო და აი აა ქუჩაშიც მომისმენ ეგრე, ტრანსპორტში მომისმენია, რომ ერთმანეთში ინგლისურად საუბრობენ. ხო, ეს რაღაც დოზით მოახდენს ქართულზე გავლენას, ოღონდ არ ვიცი ხო, რაც ჰიბრიდული რაღაც. ფორმაც შეიძლება გამოიძებოს. მოკლედ დრო უნდა გავიდეს ალბათ მაგის აი ერთია რომ სიტყვები შეიძლება ვისესხოთ ინგლისურიდან რაღაც შემოსულია ქართულში. ეს სხვა საკითხია, მაგრამ აი გრამატიკაზე რამდენად მოახდენს გავლენას და აზროვნების ფორმაზე. ხო, ეს აი მაგრამ თუ აქამდე არ მოახდინა ის სიტყვაზე არაბულმა ან სხვა ენებმა, ხო, ეხა მაგრამ ის სხვა ტიპის ურთიერთობა იყო, ის ბავშვობიდან როგორც წესი არ ითვისებდა იმას. სოფელში რო ცხოვრობდა ბავშვი, ის არაბულს არ ითვისებდა ბავშვობით. ხო, და დასრულა საქმეში თუ ჩავიდოდა ქალაქში, სასაუბრო არაბული შეიძლება ესწავლო თბილისის საამიროში პირობით. ხო და ახლა ეს უკვე 2-3 წლის ასაკიდან უჭირავს და ეს ახდენს უარყოფით გავლენას თან როგორ სწავლობს ინტერაქციის გარეშე სწავლობს ის არ აქვს. მხოლოდ ვიზუალური აქვს და სმენელი. რამხელა მნიშვნელობა კი, აქვს კი. მაგასაც, რომ ბავშვს ჰქონდეს ეგ რაც გაცვლა ან დაწეროს სიტყვა, აი ყველა რაც შემოქმედი იყოს მაგაშიც, რომ მხოლოდ არ იღებდეს ხო, ინფორმაციას. ამიტომ ბავშვი როცა სწავლობს კომპიუტერის გარეშე უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ ხელით უნდა წეროს. ის ტვინი ყალიბდება. სანამ ბავშვი ის ტვინი უყალიბდება და აი ამ ჩამოყალიბების პერიოდში ჭირდება ამ უნარების განვითარება, რომელიც აი შეხებით უნდა გააკეთოს.
თავსატეხი პაზლი რომ ამოხსნას, ჯობს ხელით შეეხოს, ხელით ჩასვას, ვიდრე იქ ვიზუალურად კი უყუროს და ბატონო. თითით ისე აკეთებს. ხო, მაგრამ ეს არის წმინდა ბიოლოგიური მხარე და აი ეს ბიოლოგიური მხარე ენაზე როგორ მოახდენს გავლენას, ეს გამოჩნდება რამდენიმე წელიწადში ო. ალბათ. ეს არის ბოლო პერიოდის ამბები, ხო? ხო, აქამდე ჯერ ძალიან ცხელცხელი არის. ხო, 90-იან წლებშიც არ გქონდა ასეთი ტიპის გაჯეტები, ხო? 2000-იანების დასაწყისშიც არ გქონდა. იყო ღილაკიანი მობილურები, ხო, მე მშობლები. ნელ-ნელა მეც მახსოვს ეზოში რო გავდიოდი მობილურს რომ ატანდნენ, ვერ მეგუებოდი რა სიმჭირდება კი, კი. მეთქი ეს და ჩემ ბავშვობაში საერთოდ არ ხო, გქონდა. და აი დასასრულს მაინტერესებს ეგეთი რაღაცა, აი ეხას რა სად იმყოფება ენათმეცნიერება, ლინგვისტიკა? ამდენი ხანი ხო ის ისწავლ მკვდარი ენები, ეს სხვადასხვა ენათა წყობები. აი ეხა რა შეუძლია თქვას კაცობრიობაზე, რა ადგილას არის ეხლა რა სიკვლეოს, რა არის ეხლა მისთვის აი ეს მთავარი კითხვის ნიშანი, რაც უნდა გამოიკვლიოს. აა ხო, ერთ-ერთი თავარი არის ენის და აზროვნების ურთიერთობა. რამდენად ახდენს ენა აზროვნებას გავლენას? არის უკიდურესი შეხედულებები, რომ ენის გარეშე აზროვნება არ არსებობს და მეორე შეხედულებაა, რომ კი, აზროვნება არსებობს ენის გარეშეც. არის რაღაც ნეირომეცნიერული კვლევები, ექსპერიმენტების ზედაყრდნობით, რომ ენის გარეშეც ისი აზროვნებს, რა მნიშვნელობა აქვს ენას. მაგრამ მეორე შემთხვევა გაქვს, რომ ეს კულტურული განსხვავებები არსებობს აზროვნებაში და ამას ვერ გაიქცევი. და არის ორი უკიდურესი შეხედულება, ენა კომუნიკაციისთვის შეიქმნა თუ აზროვნებისთვის და კომუნიკაცია მეორეულია თუ აზროვნება მეორეული. ეს ორი სხვადასხვა სკოლა ეპაიქრება ერთმანეთს. აი ისინი რომლებიც ამბობენ, რომ ენა აზროვნებისთვის შეიქმნა, მათთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ კომუნიკაცია არის ხარვეზიანი. ხშირად არის, როცა საუბრობს ორი ადამიანი, ერთმანეთს არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ კი. ენაზე საუბრობენ, აი ეს სხვანაირად აღიქვამს და მეორე ხო, ან ადამიანს ის რაღაც სიტყვა სხვა რაღაცას ეძახის, ეს სხვა რაღაცას. იმიტომ რომ ადამიანია, ინდივიდი არის და ინდივიდის წარმოდგენა სამყაროზე მაინც განსხვავდება რაღაცით. ჩემი ცოდნა შენი ცოდნისგან რაღაცით კი. განსხვავდება. და შენ რაღაც შესახებ მელაპარაკები, მე ის საკითხი შეიძლება ძალიან ცუდად ვიცოდე და ამიტომ სხვანაირად აღვიქვამდი. როდესაც ვთქვათ, პროფესიონალი ადამიანი გელაპარაკება, ვთქვათ, არ ვიცი, ბირთვულ ფიზიკაზე რომ გელაპარაკება, ან ცის მექანიკაზე გელაპარაკება, ან ბიოგეოგრაფიაზე, რა ვიცი, ნებისმიერ აჰა. სფერო რო ავიღოთ, თუ ზედაპირულად იცი ის სფერო და ის თავის ბევრ ტერმინს იყენებს, აი შეიძლება არასწორადაც აღიქვა რაღაცები. ანუ ორი ადამიანი როცა ელაპარაკება, სხვადასხვა ცოდნის დონით ელაპარაკება ერთმანეთს და აი ესაა მთავარი არგუმენტი, რომ კომუნიკაცია არის მეორეული ენისთვის, იმიტომ რომ კომუნიკაცია ყოველთვის ხარვეზიანია. ვერ გადასცემს ის თავის ცოდნას მთლიანად ამ ხო. კომუნიკაციის დროს. ხო და რთულია ამის თქვა, იმიტომ რომ ეს არის აი ესეთი არგუმენტებით პაექრობა, რომელიც, რა ვიცი, შენი აზრით მივა, ენას როდესმე ჩვენი მეტყველება და აზროვნება იმ დონეზე, ან ტექნოლოგიური განვითარებაც, რომ შენ რასაც და როგორც აღიქვამ, ზუსტად ეგრე რო გამაგებინო. არ ვიცი. რთულია ამის თქმა. ერთი მე ხა შემიძლია თქვა, რომ აი სხვა დარგებს, სხვა მეცნიერების სხვა დარგებს რომ შევადაროთ, ფიზიკას, ასტრონომიას, ქიმიას, უფრო დიდი ისტორია აქვს ვიდრე ენათმეცნიერებას. და ერთ-ერთი რუსი ენათმეცნიერია, რომელიც კანადაში მოღვაწეობს დიდი ხანი, აჰა. იგორ მელჩუკი. იმან თქვა ერთხელ, ენათმეცნიერება არის კოპერნიკამდელი ასტრონომიის განვითარების დონეზე. ასე თქვა. ვა, ხო, ჯერ კიდე ხო და კოპერნიკამდელი ასტრონომია ნიშნავს, რომ ჯერ ჰელიოცენტრული ხო. მიდგომა არ არის თეორიის დონეზე ჩამოყალიბებული. ვარაუდები კი იყო მანამდე, მაგრამ თეორიის დონეზე კოპერნიკის დროს ჩამოყალიბდა, ხო? თუ ენათმეცნიერება ასეა, მაშინ წინ ბევრი აღმოჩენა კი. გვედის. და მარტო აღმოჩენაც არ თითქოს აი ანუ მე ხო გეოცენტრული პოზიციონირება იყო. ეს ფსიქიკასაც ცვლის, რომ როგორ შენ კი აღარ ხარ ცენტრში, არამედ შენ ხარ რაღაცის ნაწილი. ანუ კი, ბევრ რაღაცზე ეგ აქვს ეს გავლენა. თulis ხო, ჯელობის დონეზე ალბათ, მაგრამ ენაში დარჩა. მაინც ვამბობ მზე ამოვიდა. ხო. იმიტომ რომ ის წარმოდგენა შემორჩა. მართალია, ხო, მართალია. ის წარმოდგენა რაღაც დოზით შემორჩა. ხო. მაგრამ ამას იმდენად მექანიკურად ვამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ჰელიოცენტრულია, მაინც ვამბობთ, რომ მზე ამოვიდა. ხო. ვა, ძალიან საინტერესო არის სადამდე მიგვიყვანს ენამეცნიერება და ჩვენ რეალურად კაცობრიობა მე ეგრე ვხედავ, რომ ვიკვლევთ აი ეს გამონათქვამი რო არის აკლემი რო დგას ბნელ ოთახში და ყველა სხვადასხვა ადგილას რო ეხება, ენათმეცნიერებაც ერთ-ერთი ადგილს ეხება და ხო, უბრალოდ სრული წარმოდგენა. უფრო დიდად
გონია რომ აქვს შესაძლებლობა გაანათოს ის ადგილი, რომ ეს აქლემი იქნება თუ რა ცხოველი, ყველამ ერთად დავინახოთ საბოლოოდ რა არის და კი, კი. ვინვართ რა. კი, ნამდვილად ეგრეა. უბრალოდ დრო სჭირდება, აი, ხო, გადახედოთ ისევ სხვა დარგები რო ვახსენებ, ფიზიკა იქნება, ქიმია იქნება, თუნდაც ბიოლოგია. დიდი ისტორია აქვს იმ მეცნიერების განვითარების და აი როგორ იცვლებოდა შეხედულებები, კარგად ჩანს. რა ეგონათ თქვათ მედიცინაში, ანტიკურ სამყაროში, როგორ უნდა ემკურნალათ და რა ახლა რა გონია, რამდენად განსხვავებულია. ხო, აა, ხო და ასე ვითარდება მეცნიერება, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. და თქვათ ერთ საუკუნის მერე რა აზროვნება იქნება, რა ხედვა იქნება, რა აღმოჩენები იქნება. არაფერი, მხოლოდ შეგვიძლია ხო. ვივარაუდოთ. ნუ რა მადლობა ძალიან დიდი. ვისიამოვნე ძალიან შენთან საუბრით და ერთგვარი ესე ვთქვათ მეტი სინათლე შემოიტანა ჩემთან ენათ მეცნიერებაზე და ამ რაღაც მექანიზმზე კაცობრიობის. აუ, დიდად მადლიერია რომ დამპატიჟე და მე მიხარია რომ ოდნავ თუ რაღაცა ახალი თქვი და შენთვისაც და კი, მსვენელისთვისაც დარწმუნებული ვარ სვენელისთვისაც ბევრი ხო, საინტერესო იქნება. გამიყარდება თუ მოეწონათ მსვენელებს. გეიხარე. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი. მადლობა ჩვენთან ერთად ამ ეპიზოდის ყურებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.